ჩვენმა ეპისკოპოსმა ძალიან ბევრი თბილი სიტყვა თქვა ჩვენი სამრევლოს შესახებ, ჩვენი სასულიერო პირების და მათ შორის ჩემს შესახებ. მე თავად მახარებს ის, რომ ღვთისწყალობით, ჩვენი პატრიარქის კურთხევით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ასევე დალოცვით, კურთხევით, მე როგორც იმ ეპარქიის, ცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელი ვიმყოფები თქვენთან. მაგრამ ეს არ მოხდებოდა, რა თქმა უნდა, რომ არ ყოფილიყო თქვენი ეპისკოპოსის ლოცვა კურთხევა, მისი სამღვდელმთავრო ნება და რა თქმა უნდა, ასევე თქვენი სიყვარული. მე კიდე მახარებს ის, რომ მეძლევა საშუალება ყოველთვის მახარებს ეს მე და ახლაც მახარებს, რომ მეძლევა საშუალება, რომ რაღაცნაირად როგორც შევძლებთ, რამდენადაც გამოგვივა, რამდენადაც უფალი მადლს მოგცემს და რამდენადაც ჩვენი გული ამას დაიტევს, ჩვენი სიტყვით, ჩვენი აი ამ ურთიერთობით, კითხვა-პასუხით, რომ ქრისტე იდიდებოდეს. რატომ უნდა იდიდებოდეს ქრისტე? იმიტომ რომ ეს არის მორწმუნე ადამიანი ასე და ამგვარად აცნობიერებს ცხოვრების საზრისი. რატომ არის ის ცხოვრების საზრისი? იმიტომ რომ ის არის სიცოცხლე. ის არის ერთადერთი ობიექტური სინამდვილე, ანუ ჭეშმარიტება. და ამავე დროს ის არის ჩვენი ცხოვრების საზრისი იმდენად, რამდენადაც ის არის გზა და ადამიანი კიდე დინამიური არსება და მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, მუდმივად გზაზე იდგეს, მუდმივად მიზანსწრაფული უნდა იყოს. ბელგიაში იმყოფებით, უცხოეთში მყოფი ქართველები ხართ. უცხოეთში მრავალი ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესიას გულისხმობ, რა თქმა უნდა, მრავალი იურისდიქციის. მაგრამ წლების წინ, ეს მე მგონი 90-იან წლებში იყო მეუფე, რომ პატრიარქმა გადაწყვიტა, რომ როცა 90-იანი წლების შემდგომ პერიოდი უпроსორად, როდესაც დაიწყო ეს ემიგრაციის ტალღა, რომელიც გადიოდა უცხოეთში, ჩვენმა პატრიარქმა გადაწყვიტა, რომ გახსნილიყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოები. ამას ორი მიზანი ჰქონდა. ერთი, რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი. საზღვარგარეთ ყოფ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა ქრისტეს დიდებისა, ქრისტეს მოძიებისა, სულიერი ცხოვრებისა და გარდა ამისა, მას ჰქონდა მეორე მიზანი, თქვენში ქართველობის გადარჩენისა და ღმერთის ქართულად დიდებისათვის, თქვენი მობილიზებისათვის, თქვენი ერთად ყოფნისათვის. იმიტომ რომ საქართველოს წარმოუდგენელია საქართველოს ეკლესიის გარეშე. ჩვენ რაც ვიცით, ქართული ერის დიდება, მისი წარსული, მისი კულტურა, რომელიც აწმყოშიც არსებობს და მადლობა ღმერთს რომ არსებობს, ეს ყველაფერი არის გამომდინარე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა. ყველაფერი აბსოლუტურად მისგან აღმოცენებულია. რითაც ჩვენ გვიამაყება საკუთარი თავი, რითაც ჩვენ გვიყვარს ჩვენი ენა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი წინაპრები. რა კულტურაშიც ვზდით ჩვენ შვილებს და გვინდათ გავზარდოთ ჩვენი შვილები. მიუხედავად იმისა, რომ მრავალ საკითხში ჩვენ მაინდამაინც დიდ ერთგულებას ხშირად ვერ ვავლეთ ამ ყველაფერი დიდებულებისადმი, მაგრამ მაინც გვინდა და მაინც გვენატრება და მაინც გვიამაყება და ეს ყველაფერი საქართველოს ეკლესიამ შემოგვინახა. საქართველოს ეკლესია შეუძლია ემიგრაციაში მყოფი ქართველების ქართველებად გადარჩენა. იმ ადამიანების ქართველებად გადარჩენა, რომლებიც აქ იბადებიან. მაგრამ ეკლესია არ არის აბსტრაქცია. და ახლა გაიხსნა ეპარქია, ეპარქიები უცხოეთში. ანუ ეკლესია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. მაგრამ ეკლესია არ არის აბსტრაქცია, ეკლესია არ არის რაღაც ამორფული წარმონაქმნი. ეკლესია არ შენობაა. აი შეიძლება საერთოდ არანაირი შენობა არ გქონდეთ, მაგრამ ეკლესია გქონდეთ. როგორ? თუ თქვენ იქნებით ეპისკოპოსის გარშემო, ამას ყოველთვის ხაზს უსვამთ, რომ სადაც ქრისტეს ეპისკოპოსი არ არის, იქ ეკლესია არ არის. იმიტომ რომ ეკლესია არის საიდუმლოება ერთი სიტყვით შეიძლება ეს გამოიხატოს, ეს არის საიდუმლოება ღმერთთან ურთიერთობისა, მაგრამ ეს საიდუმლოება შეიძლება გარკვეულწილად ცალკე სექტორებად განვიხილოთ, თუ ეს ტექნიკური ტერმინი ცოტა უხერხულება, მაგრამ ესე შეიძლება გავაკეთოთ, სექტორებად განვიხილოთ, მაგალითად ნათლობის საიდუმლოება, მირონცხების საიდუმლოება, ზიარების საიდუმლოება, რომლის გარეშეც ქრისტიანობა არ არის. ეს ყველაფერი ეკლესიაში აღესრულება, მაგრამ ნათლობაც, მირონცხებას და ზიარებაც
არის იქ, სადაც არის ეპისკოპოსი. და ეპისკოპოსისგან ნებადართული სამღვდელო მსახურებაზე პირი, რომელიც აღასრულებს ამ საიდუმლოებებს ეპისკოპოსის ნებით, ეპისკოპოსის ხელდასხმით და სადაც ეპისკოპოსი არ არის, მღვდელს არ აქვს უფლება მღვდელმოქმედების. ამიტომ თუ თქვენ გინდათ რომ გადარჩეთ როგორც ქრისტიანები და როგორც ქართველები, გადარჩეს ქართული დიასპორა იმგვარად რომ მას შესაძლებლობა ქონდეს როცა უფალი ინებებს ღირსებით დააბრუნდეთ სამშობლოში. ამისათვის უნდა გაერთიანდეთ თქვენი ეპისკოპოსის გარშემო. სკა რაც არ უნდა დიდი იყოს, თუ დედაფუტკარს იქიდან ამოიყვან, ეს სკა განადგურდება, განწირულია. სკა არსებობს მანამ, სანამ იქ არსებობს დედაფუტკარი. აი ეს დედაფუტკარი ეკლესიისა. დედაფუტკარი ქართული სათვისტომოსი, საქართველოს საზღვრებს გარეთ არის ეპისკოპოსი. არა მარტო თქვენ უნდა იყოთ მასთან ახლოს, არამედ სხვა ქართველებსაც მაგალითი უნდა მისცეთ. თუ რას ნიშნავს იყო ეპისკოპოსის გარშემო და მაგალითი როგორ უნდა მისცეთ, არა იმდენად სიტყვითაც, მაგრამ არა იმდენად სიტყვით, არამედ იმ ცხოვრების წესით, რომელიც თქვენში რეალიზდება როგორც ქრისტიანებში. თქვენ უფრო მეტად და მეტად დაუახლოვდებით ეკლესიას და მეტად და მეტად გულს გაუღებთ ქრისტეს, უფრო მეტად და მეტად გამოანათებთ შიგნიდან საღვთო მადლით, რომელსაც ანუ სიკეთით, ქრისტეს დარით თვისებებით, სიმშვიდით, სიმდაბლით, დიცილოვნებით, მოთმინებით, სიყვარულით, ურთიერთობებში სიფაქიზით, გვერდში დგომის უნარით, მიმტევებლობით, ურთიერთის უძლურებების ტვირთვით, განუკითხველობით, აი ამ თვისებებით, სიმდაბლით, ამ თვისებებით დაიხუნძლებით, ეს გამოანათებს და ამას დაინახავენ ის ქართველებიც, რომლებსაც აქამდე კავშირი არ ქონიათ ეკლესიასთან, არ გაუაზრებიათ რომ ქრისტიან ცხოვრების აზრისი და ისინიც მოგბაძავენ თქვენ და ისინი შემოემატებიან აქაურ სამრევლოს და ისინი გაერთიანდებიან ეპისკოპოსის გარშემო. ასე რომ ეს გარდა იმისა, რომ კეთილი სურვილია, ეს არის ვალდებულებაც ყოველი ქრისტიანის. თქვენ სამრევლოში ასე გადაწყდა, რომ ვისაუბროთ მოტივაციის შესახებ ქრისტიანულ ცხოვრებაში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენი შეხვედრების მიზანი მაინც რაც არ უნდა თემა იყოს, რა თემაზეც არ უნდა ვისაუბროთ, ჩვენი შეხვედრების მიზანი არის ისაც თავში განმაცხადო. დიდება ჩვენი უფლისა. და დიდება ჩვენი უფლისა ეს არ არის რაღაც აბსტრაქცია, ეს არ არის რაღაც განყენებული მსჯელობა. ეს არის პრაქტიკული მხარე ჩვენი ყოველდღიურობის. ჩვენი ყოველდღიურობის პრაქტიკული მხარე. იმიტომ რომ დიდება ეს არ არის თეორია, დიდება ეს არის მოქმედება. ეს არის დინამიკა, ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც აუცილებლად უკავშირდება ჩემს პირად ბედნიერებას, იმიტომ რომ ღვთისდიდება ადამიანს აღავსებს რა სიცოცხლით, იგი შესაბამისად აღავსებს იმედით, სიხარულით და თვითმხიარულებითაც კი. რა თქმა უნდა, ეს თემა, რომელიც ითქვა მოტივაციის პოვნა ქრისტიანულ ცხოვრებაში, საერთოდ მოტივაცია. მოტივაციაზე რო ვთქვათ ორიოდე სიტყვა, შეიძლება ასე ვთქვათ. რას ნიშნავს მოტივაცია ადამიანისათვის? მოტივაცია ადამიანისათვის არ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ადამიანს რაღაცა მიზეზი ქონდეს მოძრაობისა რაღაცა მიმართულებით, რაღაცა მოუნდეს. აი მაგალითად ცხოველს მაგალითად აი ძაღლი რო ავიღოთ, ხო? რომელსაც შია თუ ან წყურია, წყალს რო დაუდებ და საჭმელს რო დაუდებ, ის ამოძრავდება აქეთკენ და შეიძლება დაგემორჩილოს და რაღაცები ასწავლო კიდევაც, როგორც წვთნიან ცხოველებს, იცით, ხო? საკვების საშუალებით წვთნიან ცხოველებს, ასწავლიან რაღაცებს და ცხოველი თითქოს მოტივირებულია, რომ რაღაცა ისწავლოს, იმიტომ რომ ამას მერე საჩუქრად მოყვება საჭმელი. მაგრამ ცხოველზე ჩვენ არ ვამბობთ, რომ მას აქვს მოტივაცია. ისე როგორც ცხოველზე ჩვენ არ ვამბობთ, რომ მას აქვს ნება, მიუხედავად იმისა, რომ თუ დაუდებთ ძაღლს, მაგალითად პურს და ხორცს, ნორმალური ძაღლი ხორცს აირჩევს, ხო სწორია? და არა პურს. მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ, რომ მას აქვს არჩევანის თავისუფლება ან მას ნება აქვს. იმიტომ რომ ნება ისე როგორც მოტივაცია არსებობს იქ, სადაც არის მოაზროვნეობა, გონიერება და თავისუფლება. სადაც მოაზროვნეობა, ანუ იგივე გონიერება და სადაც თავისუფლება არ არსებობს, იქ არც მოტივაცია არსებობს
და არც ნებელობა არსებობს. იქ რაღაცა ინსტინქტებია, ბუნებითი კანონებია და ბუნებითი კანონებს მაინდამაინც ნება არ ჭირდება. მაგალითად, ეს წყალი რო ავიღო და გადმოვატრიალო, წყალი აუცილებლად დაიღრება დაბლა. ჩემმა მოძრაობას, ჭიქის ამოძრაობას მოყვება წყლის დაღვრა, მაგრამ არა იმიტომ, რომ წყალს აქვს мотивация, რომ ის დაბლა დაიღვაროს. უბრალოდ ბუნების კანონია ესეთი. შესაბამისად, ბუნების კანონია, რომ მოშიებული ცხოველი საჭირსაკენ ისწრაფვის. მაგრამ ადამიანი მარტო ბუნებითი კანონით არ მოქმედებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის როგორც თავისუფალი და გონიერი არსებისათვის, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს мотивация. ეხლა ვიტყვით, რატომ რო არ აქვს არანაირი мотивация? ჩვენ ვიცით, თქვათ, ჩვენ ქართულ კლასიკას მიმართავთ, მე ხშირად მიმართავ ხოლმე ამ მოქმედ პირს ქართული კლასიკისა ლუარსაბ თათქარიძეს, რომლის ცხოვრების წესსაც ვერ დავარქმევთ, რომ ის ცხოვრების აზრის ფლობს და დინამიურად არსებობს. ეს ადამიანი არ ვითარდებოდა, ის ერთ ადგილას იმყოფებოდა და ცხოველს უფრო გავდა და მცენარეს ვიდრე ადამიანს. და შესაბამისად იმ განსაცვიფრებელ უნარს, მოაზროვნეობას და თავისუფლებას, როგორც სახარებისეული ტერმინი რო გამოვიყენოთ, მიწაში დაფლული ტალანტი, აი ასე ამგვარ მდგომარეობაში ამყოფებდა. ადამიანი ამის გამო პასუხს აგებს. არ შეიძლება ადამიანმა ყველაზე ძვირფას რითაც ადამიანი ხარ, მოაზროვნება და გონიერება აი ესე გაფლანგო და არაფერში არ გამოიყენო. ამიტომ ადამიანი აუცილებლად უნდა დინამიური არსება იყოს, დინამიურად ვითარდებოდეს, ოღონდ უნდა ვიცოდეთ ეს რას ნიშნავს, რას ნიშნავს ადამიანი როცა ვითარდება. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ мотивация არსებობდეს ჩვენ ცხოვრებაში და мотивацიის გარეშე ადამიანი რადგან არ მოძრაობს мотивацიის გარეშე. და რადგან ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენ არ შეგვიძლია და რადგან ქრისტიანობა ნიშნავს ქრისტეს ძიებას, ქრისტესთან შეხვედრის შესაძლებლობას, ქრისტეს მიბაძვას და მიმსგავსებას, პარადისობაში ქრისტესთან მყოფობას. რადგან ქრისტიანობა ამას ნიშნავს, როგორც იოანე მოციქული ამბობს, ჩვენ როცა თუ ვცხონდებით, რომ გარდავიცვლებით, ანუ ადამიანი თუ მიაღწევს იმ მდგომარეობას, რომ ცხონების გზაზე გადარჩენის მდგომარეობაში მოდის და გარდაიცვლება, იოანე მოციქული ამბობს ესეთ რამეს, რომ ჩვენ დავინახავთ, რომ ვართ ისეთები, როგორიც ის არის. ანუ ქრისტეს მსგავსნი ვიქნებით. ანუ ეს არის ჩვენი მიზანი, გასაგებია. ანუ ჩვენ და ჩვენ დღეს ასეთები არა ვართ. ამიტომ ჩვენ დინამიკაში ვიმყოფებით. და აუცილებლად გვჭირდება мотивация, რომ ვიმოძრავოთ. мотивацიის გარეშე ადამიანი ვერ მოძრაობს. და ნახეთ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი. კონკრეტულ მიზანს კიდე კონკრეტული мотивация სჭირდება. კონკრეტულ მიზანს სჭირდება კონკრეტული мотивация, და რადგან ჩვენი მიზანი, როგორც ქრისტიანების არის იესო ქრისტე, და რა თქმა უნდა, თქვენ შეიძლება კითხვები გაგიჩნდეთ, რომ ქრისტიანს რა სხვა მიზანი არ უნდა ქონდეს? აი, მე ქრისტიანი ვარ, მაგრამ იმდენი მიზანი მაქვს ადამიანი იტყვის. და რატომ არის ქრისტე ერთადერთი მიზანი? ანუ გესმით, რას ნიშნავს, რომ ერთადერთი ცხოვრების აზრისი და მიზანი არის იესო ქრისტე. ამის სიტყვები და ეს ნიშნავს, რომ თქვა ბავშვი აღარ ვიზრუნო, ოჯახი აღარ შევქნა, სამსახურში ჩემი მოვალეობები არ შევასრულო, კარიერა არ გავიკეთო. ამას ნიშნავს, ანუ მარტო ერთი მიზანი, ქრისტე თუ ერთადერთი მიზანი, სხვა არაფერი აღარ ვაკეთო. არა, ამას არ ნიშნავს. და თუ ესეთი კითხვები გაჩნდება, თქვენ უნდა მე ეს კითხვები დასვათ. იმიტომ ჩემი მონოლოგი შეიძლება უფრო მეტ კითხვებს ბადებდეს, ვიდრე პასუხს სცემდეს. და ეს სწორიც არის. თქვენ როგორ შეიძლება თქვა 1 საათი, საათნახევარი შევიკრიბოთ და ჩემმა ერთმა საუბარმა თქვენი ყველა პრობლემა გადაწყვიტოს. და თქვენი ეს ეგზისტენციალური ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გაგეცეთ. ეს შეუძლებელია. ამიტომ უმჯობესი იქნება, რომ ჩემმა საუბარმა თქვენში გააჩინოს კითხვები, რომელიც კითხვების თქვენ ცხოვრებაში არ მოგასვენებთ და გარკვეული მიმართულებით ფიქრს დაიწყებთ. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აქ მზამზრეული რეცეპტით რაღაც პასუხები მიიღო. ამიტომ დიახაც ბევრი კითხვა გაჩნდება. და რადგან ჩვენი მიზანი კონკრეტულია, როგორც წეგან თქვი იესო ქრისტე, როგორც ცხოვრების აზრისი, мотивациას კონკრეტულია, იმიტომ რომ კონკრეტული ნიშნავს, რომ ერთი მიმართულებით უნდა წავიდეთ, არა სხვა მიმართულებით. ქართულ ცოდვა, რომ ვიცოდეთ, ცოდვის განმარტება, ცოდვას ბევრი განმარტება აქვს, მაგრამ თვითონ მოციქულებმა, როდესაც დაიწყეს საღვთო ისტორიის ჩაწერა, ანუ ღმერთი რო ადამიანად მოვიდა, მოციქულები გამოარჩია, მოციქულებს მასთან ურთიერთობა ჰქონდათ,
გარკვეული გამოცდილება შეიძინეს ამ ურთიერთობით. და შემდგომში, როცა ქრისტე ამაღლდა ზეცად და სულიწმინდა გარდა მოვიდა მოციქულებზე და ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო, მოციქულებმა ქრისტეს საქმის გაგრძელება დაიწყეს და მერე როდესაც გამრავლდნენ ქრისტიანები, საჭირო გახდა კონკრეტული მისამართით საღვთო ისტორიის ჩაწერა და გადაგზავნა ამ ისტორიის. ესე შეიქმნა სახარებები, ესე შეიქმნა მოციქულთა წერილები და მოციქულებმა რადგან იმ დროინდელ ცივილურ სამყაროში საუბრობდნენ და ქადაგებდნენ და მისიონერობდნენ, იმ დროინდელი ცივილური სამყარო ბერძნულენოვანი იყო. და ამიტომ მათ სახარება დაწერეს და წერილები დაიწერა არა მათ მშობლიურ ენაზე, არამედ ბერძნულ ენაზე დაიწერა ეს ყველაფერი. და სიტყვა ცოდვის მნიშვნელობა, სიტყვა ცოდვის აღსანიშნავად გამოიყენებს ბერძნული სიტყვა ამარტია. ამარტია ნიშნავს აცდენას. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი როგორც დინამიური არსება შეიძლება აცდეს ცხოვრების მიზანს, რომელიც არის ღმერთი და ამ დროს ის უკვე ცოდვაში იმყოფება. ამიტომ ჩვენი მიზანი არის ძალიან კონკრეტული და შესაბამისად мотиваცია ძალიან კონკრეტული გჭირდება. და თუ ადამიანი ამბობს, რომ მე ვარ ქრისტიანი, ჩემი მიზანი დიახაც იესო ქრისტეა, მე მინდა მარადიული სიცოცხლე, სასუფეველი და ამემკვიდრო და ასე შემდეგ. ანუ მიზანი კონკრეტული მაქვს, მაგრამ თუ мотиваცია არასწორი მაქვს, შეიძლება ავწდე და მე მინდა გითხრათ, რომ აი ეს რომ მიზანი სიტყვიერად დეკლარირებას ვაკეთებ, მე ვარ ქრისტიანი. აი ტაძარში დავდივარ და არა მარტო სამთელს ვანთებ, რომელიც ბევრს არაფერს ნიშნავს, თუმცა ესეც საჭიროა, არამედ მთავარს ვაკეთებ. ვნანობ ჩემს ცოდვებს, ესეც უნდა ვიცოდეთ, ხო რას ნიშნავს. რას ნიშნავს ვნანობ ჩემს ცოდვებს. და თუ არაფერს არ ვაშავებ, აი არაფერს არ ვაშავებ. აი დილნას აღამოვდე, გავიდა, ვახ, არაფერი არ დავაშავებ. მეორე დღესაც არაფერი დავაშავებ. მესამე დღესაც არაფერი დავაშავებ. ჩვენ გადავავლეთ თვალი ჩემ ცხოვრებას და რაღაცას არაფერს არ ვაშავებ. და მღვდელი მეუნება, მღვდელი როგორ ეკლესია მეუნება, რომ შენ სულ უნდა ნანობდე, ზოგიერთ წმინდა მამა იცით რას ამბობს, ადამიანი 24 საათიან სინანულში უნდა იმყოფებოდეს და ეს რას ნიშნავს? კითხვა ჩდება, ბუნებრივია. როცა ადამიანი ზედაპირულად უყურებს ყველაფერს, იტყვის, რომ რაღაცას არასწორად ამბობენ კაცო, რაღაც ის. და თუ ადამიანი სიღრმისეულად აზროვნებს, მაშინ კითხვას დასვავს, ესე იგი მე არ მესმის სწორად რას ნიშნავს სინანული, იმიტომ რომ სინანული არსებობს, სინანულის საჭიროება არსებობს მაშინაც, როცა შენ არაფერს არ აშავებ. ესე იგი სინანული ის კი არ არის, მე დავაშავე და მაპატიე, არამედ გაცილებით ღრმა ყოვლის მომცველი რამ არის. ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ხო და როდესაც ადამიანი ეკლესიაში იმყოფება და მონანულიც არის აღსარებელიც, მაზიარებელიც, ანუ მას კონკრეტულად თითქოს მიზანი გამოკვეთილია, მაგრამ თუ არასწორი мотиваციით იკვებება, არასწორად არის მოტივირებული ყოველდღიურ რელიგიურ ცხოვრებაში, მას ქრისტიანულ ცხოვრებაში არაფერი გამოუვიდა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ქრისტიანობა, თუ ჩვენ ასეთი ვართ, ქრისტიანობა უბრალოდ რელიგიურობა არ არის. ან ისეთი რელიგიურობა, რომელსაც ჩემი გული როგორც მეუნება, ესე ვაკეთებ. მეცაც გეტყვით, ზოგიერთი განსაკუთრებულად შედარებით თანამედროვე მოღვაწეები პირდაპირ ამბობენ, რომ ქრისტიანობა საერთოდ რელიგიაც არ არის. რატო ამბობენ ამას? გასაგებია, რომ ვთქვათ, თუ რელიგიათ ცოდნეობის მეცნიერებას მივდევთ, მაშინ ქრისტიანობა ერთ-ერთი რელიგიაა. მაგრამ რადგან ქრისტიანობა აბსოლუტურად განსხვავდება თავისი მიზნით აბსოლუტურად განსხვავდება ყველა სხვა რელიგიისგან. ამავე დროს ქრისტიანობა აბსოლუტურად განსხვავდება იმ мотиваციისაგანაც, რომლის საშუალებითაც აი ამ აბსოლუტურ განსხვავებულ გზაზე უნდა დავდგე. და თუ ყველა სხვა დანარჩენი რაღაცით გავს ერთმანეთს და ქრისტიანობა ამ დანარჩენს არაფრით არ გავს გარდა გარეგნული ნიშნებისა, ამიტომ ზოგიერთი ამბობს კიდევაც, რომ მოაზროვნე თანამედროვე მოღვაწე თეოლოგი, რომ ქრისტიანობა არ არის რელიგია. დანარჩენები რელიგიაა და ეს არ არის რელიგია. ეს სხვა რამეა. და ქრისტიანობა არის ცოცხალი ღმერთისაგან გამოცხადებული ობიექტური ჭეშმარიტება, ანუ ობიექტურად არსებული სინამდვილე, არის ჭეშმარიტება, ჭეშმარიტება არის ობიექტურად არსებული სინამდვილე. არა ის, რაც მე მგონია, არამედ რაც ნამდვილად არსებობს. ობიექტურად არსებული სინამდვილე
მორწმუნე ადამიანები ამას თქვათ იღებენ სწორად მეტნაკლებად. ეს არის ესეთ ტერმინი არსებობს, ტრანსცენდენტალური ღირებულება, ანუ რომელიც სამყაროს მიღმიერია. რას ნიშნავს სამყაროს მიღმიერი? ჩემი შესაძლებლობებით ვერ მოვკიდებ, ვერ გავზომავ, ვერ გამოვიკვლევ. შეუძლებელია ეს, იმიტომ რომ დროისა და სივრცის და მატერიის მიღმა. მიღმა რას ნიშნავს? გეომეტრიულად მიღმა კი არა, არსობრივად მიღმა არის. იმიტომ რომ დრო, სივრცე და მატერია მან შექმნა, ის ცოცხალია და ყოველივე ყოფიერის, რასაც ჩვენ ვხედავთ, მიღმა, მისი ესეა ჩვეული შესაძლებლობებით პოვნა არის შეუძლებელი. აი დაახლოებით მაგალითად ეხლა რომ ვთქვათ, რომ ექსპერიმენტი რო ჩავატაროთ, რომ აი ტაძარია, მით უმეტეს ტაძარია. მოდი ამ ტაძრის რომელიმე კუთხეში ეგება ღმერთი ვიპოვოთ. დავირაზმოთ, დავიწყოთ, თუნდაც ფანრები ავანთოთ. რომელიმე თქვენგან იპოვის რომელიმე კუთხეში და აი ღმერთი ვიპოვოთ. ვერ იპოვით. ვერ ნახავთ ეს. თუ გავზდით ამ ტაძრის სივრცეს უსასრულოდ, ის რომ მთელი სამყარო მოიცვას, მთელი სამყარო ფაქტობრივად ღვთის ტაძარია, ხო, ღმერთმა შექმნა ყოველივე. ვერსად ვერ იპოვი, ვერცად ღრუბელზე, ვერცად თვარეზე, ვერცად galaktikis ცენტრში თუ ბოლოში სამ განზომინებია სივრცეში ღმერთს ვერცად ვერ იპოვი. ეს არის ტრანსცენდენტული ღირებულება. აბა რას ნიშნავს? რომ ვცავ ამბობთ, რომ ქრისტიანობა არის ღმერთის ძიება. საოცრებას ზუსტად ეს არის, რომ ღმერთს ვერცად ვერ იპოვი ჩვეული მეცნიერული შესაძლებლობებით. მაგრამ ადამიანი ცხოველი არ არის და არც ადამიანის ტვინია უბრალოდ ადამიანის გონება არ არის მხოლოდ კომპიუტერი. ადამიანის გონება არის შემეცნების ის შესაძლებლობები, რომელიცაც ლოგიკური აპარატი ერთ-ერთი პატარა ნაწილია მასში. მას უსასრულო უნარები აქვს შემეცნებისა. რატო ეგეთად შექმნა ღმერთმა? და ამის ერთ-ერთი დასტური იცით რა არის? ღმერთი სამყაროში არავის არასოდეს არ უნახავს, ეს სახარებაში წერია პირდაპირ, ღმერთი არავის უხილავს, იოანე მოციქული ამბობს, მაგრამ კაცობრიობის ალბათ უდიდეს უმრავლესობას სწამს, რომ ღმერთი არსებობს. ძალიან უცნაურია ეს, ხო? ხო და აი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სწამს არსებობს, მაგრამ რელიგიები ათასნაირია, მე ეს რელიგიურობა, ანუ რწმენა, რომ ღმერთი არსებობს, ათასნაირ ფორმებს იღებს. ერთადერთი რელიგია შეიძლება იყოს სწორი. რადგან ადამიანს თვითონ ღმერთის პოვნა არ შეუძლია, სწორედ მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რასაც თავად ღმერთი გამოაცხადებს და მოვა შენთან და გეტყვის, აი მე ვარ. ეს მე ვარ, ეს ბიბლიური სიტყვათა წყობაა, რომელიც ძველ აღთქმაში ცაოცად ავლენს საკუთარ თავს, ღმერთი ამით ეცხადება თქვათ მოსეს და ის ახალ აღთქმაშიც ავლენს თავს, ის ვინც ამბობს მოსესთან რომ მე ვარ, ის ამბობს ახალ აღთქმაში, ოღონ ამბობს უკვე ადამიანური ბაგეებით. ადამიანური ბაგეებით, იმიტომ რომ ქრისტე არის ღმერთი ადამიანად მოსული. მე ვარ ის ამბობს. აი თუ შენს გულში არ მოვიდა და არ გითხრა რომ მე ვარ, ოღონ შეიძლება ესე სიტყვათა წყობა უკვე აღარ იყოს, არამედ გულმა ინტუიციურად იგზნოს, აი ეს მე ვარ და ეს მე ვარ თუ ითქვა, იცით რა ნაყოფი აქვს ამას? შენ ამბობ რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. მოვა ვიღაცა და გეტყვის, კაცო ღმერთი როგორ არის 2000 წლის წინ დაიბადა და მარიამმა გააჩინა და ღმერთი როგორ არის? შენ ეტყვი რომ კი ბატონო გააჩინა მარიამმა, კი ბატონო 2000 წლის წინ იუდეაში ცხოვრობდა, ვერ აგიხსნი, ლოგიკა არ მაქვს ამისი, მაგრამ მე გეუბნებით რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. საიდან ისა ვიცი ადამიანი იტყვის და ეს ხანდახან ისეთი მტკიცია, რომ აგერ არა მარტო 2000 წლის წინ, არამედ სულ ეხლახანაც, აგერ აღმოსავლეთში სირიაში და იქ ადამიანები ეწირებოდნენ ამას, ცოცხლად თავებს ჭრიდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ არ თმობდნენ ამ რწმენას. ნახეთ რა ძალით შემოდის აი ეს მე ვარ შენს გულში, რომ ქრისტე არის ღმერთი. აბსტრაქტული რელიგიურობა კი არ არის კონკრეტული, ეს არის ღმერთისგან გამოცხადებული ჭეშმარიტება და мотиваციებიც თუ როგორ ვეძებო ჩემში ერთხელ განცხადებული ჭეშმარიტება, ანუ იესო ქრისტე როგორ ვეძებო, როგორ მიუახლოვდე, როგორ მქონდეს მასთან პიროვნული კომუნიკაცია და რა უნდა გავაკეთო ამისათვის და როგორ ვიყო მოტივირებული, როცა ბრმა ვარ და ვერ ვხედავ, ამ мотиваციებსაც ღმერთი იძლევა. ანუ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ღმერთის მოსმენა.
და ამიტომ არ გვჭირდება გამოგონება, ის გვაძლევს ჩვენ ამას. ერთხელ ამბობს უფალი წმინდა წერილში, რომ თქვენ კი არ გამომირჩიეთ, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ. ამიტომ ვისაც წამს, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, მის გულს ღმერთი შეეხო, დაუძახა, მოუწოდა და შემდეგ ყოველ ნაბიჯზე თავისუფლება შეუნარჩუნა და ყოველ ნაბიჯზე უფალი ცდილობს, რომ კორექტირება შეიტანოს თუ ცდები, თუ გადაუხვევ და ახალი мотиваციები გაგიჩინოს, რომ შენი ცხოვრების წესი უფრო და უფრო, აი Google Map-ებით არის რა, რომ ჩაწერ და მისამარს და რომ მიდიხარ და თუ გადაუხვევ ეს ხვირის, გეუბნება არა, იქაც მსგავსი რაღაცა ხდება და თუ ადამიანი გულს გაიფაქისებს, ყოველ ნაბიჯს გააკონტროლებს და ღვთისმადლი ეხმარება, ის არაცდება ჭეშმარიტებას და ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამს მას ეცოდინება, რომ ის ქრისტეში გადადის, ანუ სიცოცხლეში გადადის. ქრისტე ამბობს, მე ვარ სიცოცხლე. ჩემი მორწმუნე არასოდეს მოკვდება, ეს გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. და მორწმუნე ადამიანი, ქრისტეს ერთგული ადამიანი და მორწმუნე ნიშნავს ქრისტეს ერთგულს, მორწმუნე ნიშნავს ქრისტესადმი ნდობით ახსილს, მორწმუნე ნიშნავს, რომ ქრისტეა მისი იმედი, მორწმუნე ნიშნავს იმას, რომ ის ქრისტეს ერთგულებს ყოველდღიურობაში, ყოველწამიერებაში და მორწმუნე ნიშნავს იმას, რომ ხარობს და ბედნიერობს ქრისტესთან ურთიერთობით, რომელსაც ესწრაფის სწორად და საბოლოო ჯამში მორწმუნე ნიშნავს იმას, რომ მას ქრისტე უბრალოდ უყვარს. და ქრისტე რო უყვარს, ეს ნიშნავს იმას, რომ მას ადამიანიც უყვარს, იმიტომ რომ ქრისტეს სიყვარული ნიშნავს, რომ ღმერთი და ადამიანი ერთდროულად და ერთნაირად გიყვარს, იმიტომ რომ ქრისტე ღმერთიც არის და ადამიანიც. ქრისტიანი იმით განსხვავდება ყველა რელიგიური ადამიანისგან, რომ ჩვენთვის პედესტალზე ღმერთი დგას, ოღონ ამავე დროს ადამიანიც დგას, იმიტომ რომ იესო ქრისტემ მიიღო ადამიანური ბუნება და პედესტალზე ღმერთი და ადამიანი ერთად დადგა. და თუ შენ მართლა ქრისტიანი ხარ, შეუძლებელია გიყვარდეს ღმერთი და არ გიყვარდეს ადამიანი, ან გიყვარდეს ადამიანი და არ გიყვარდეს ღმერთი. ამგვარად წამს ქრისტიანს და ეს წმენა, კიდევ ვიმეორებ, ეს წმენა არის ცოცხალი და ღმერთი მუდამ ზრუნავს ადამიანს და мотиваციის განახლებას მუდამ ეწევა. ეს мотиваციები ბევრნაირი შეიძლება იყოს განსაცდელი, შეიძლება იყოს წარმატება, შეიძლება იყოს ახალი მისტიკური გამოცდილება, შეიძლება იყოს მოყვასისადმი გაკეთებული სიკეთე, რომელიც მერე საოცარ განცდებს ბადებს შენში. უსასრულო სიმრავლე და ეს უსასრულო სიმრავლე შენთან მოდის არა ქაოტურად, არამედ ცოცხალი, ყოვლადბრძენი და ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ ზუსტად ისე მოდის შენამდე, როგორც ეს შენთვის საჭიროა, შენთვის როგორც უნიკალური არსებისათვის. და აი, რადგან мотиваცია ისევე როგორც თავად ღმერთის რწმენა, ღმერთისგან არის მოცემული, ჭეშმარიტი რწმენა, мотиваციაც მისგან გვეძლება და მე მინდა რამდენიმე მონოლოგი რო დიდხანს არ გამიგრძელდეს და კითხვა-პასუხზე გადავიდეთ, მე სახარებიდან უცებ რამდენიმე ადგილი მოვინიშნე, გავიხსენე, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ როგორ უნდა ვიყოთ სახარება გამოცხადებაა ზუსტად. თქვათ შეიძლება მინდა გითხრათ, რომ წმინდა წერილი არის გამოცხადება, რომელიც მართალია, ვერბალური თვალსაზრისით არის დაფიქსირებული და ხელთ გვიპყრია. ახალი აღთქმა 27 პატარა წიგნია, სულ ეს ზომით არის ამხელ. მე მინდა გითხრათ, უცნაური რაღაცა ჭირს ამ გონება მიუწვდომელი რამ ჭირს ამ წიგნს. მე ჩემი პირადი გამოცდილებით ვადასტურებ ამას, როცა თქვა 35-36 წელია, აი როგორც მე უფემ აღნიშნა, რაც ჩვენ მივედით აკადემიაში და ვსწავლობდით, იქიდან მოყოლებული, ყოველდღე ვკითხულობ და ყოველდღე ის არის ახალი და ახალი ღვთისნება დაუსრულებლად განახლებულად ცხადება, მაშინ ყოველდღე მე ხას უსვამ. ეს ფიგურალურად კი არ ვამბობ, ან მეტაფორულად, მართლა ყოველდღე და უფრო საინტერესო. ბავშვობიდან მიყვარს მე უფრო წიგნების კითხვა და ბავშვობაში ჩადებული პირობითი რეფლექსი, რომ წიგნს რო ვშლი, კაი წიგნს რაღაც სიხარულის უმალიჭებს რა, მით უმეტეს რო რაღაც კაი წიგნი, რომელიც აკითხული არ აქვს. სახარებაზე მჭირს ესე, ყოველთვის როცა ვხსნი რაღაცა, აი ახლა რაღაცას გავიგებ. ანუ სულ განახლება ხდება რაღაცა, იმიტომ რომ მადლის წყაროა. და ახლა უბრალოდ რაღაცები თქვათ, რაც ამოგიწერეთ, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება რომ წმინდა წერილმა мотиваცია შექმნას თქვენში სულიერი ცხოვრებისა და გადატვირთოს თქვენი სულიერი ცხოვრება, განაახლოს, ახლებურად შეგახედოთ
მაგრამ ეს რა თქმა უნდა არის მცირე ნაწილი. იგივე სიტყვები, რომელსაც ახლა მე აღმოვიკითხავ, ეს სიტყვები შეიძლება ხვალე სხვანაირად გაიგო, უფრო სიღრმისეულო და კიდევ უფრო სიღრმისეულო. ღირებულებითი ან ქრონოლოგიური ან თანმიმდევრობითი რაღაც სისტემური სახე არა. კაი როცა ვიჯექი ესე უცებ, კაი რა თემაზე, როგორ წარმართო мотиваციის შესახებ საუბარი და სახარებიდან უცებ პირველი რაც გამახსენდა ჩავწერე, მეორე რაც გამაშედა, მე ხელი აღარ მომიკიდია. იმიტომ რომ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. თორე თუ ექნებოდა პრინციპული მნიშვნელობა სისტემატიზაციას გაუკეთებდი. ამიტომ როგორც მომივიდა თავში ისევე გაწვდით თქვენ. ქრისტეს აქ ესეთი სიტყვები ქადაგებს ხალხის წინაშე და ამბობს ესეთ რამეს. რომელსაც მე თანამედროვე ქართულით გეტყვით, რომელსაც წყურია ჩემთან მოვიდეს და დალევს. რა საინტერესოა ეს. და როგორ ჩდება აქ საიდუმლოება ქრისტესთან ურთიერთობისა და мотиваციას გარკვეულწილად. ანუ ჩემთან მოვიდეს და დალევს, გასაგებია აქ წყალზე არ არის საუბარი. რა თქმა უნდა ეს მე ძალიან კონტექსტში ირკვევა ესა და ჩანს ძალიან კარგად. აქ საუბარი არის საღვთო მადლზე, ანუ საღვთო ენერგიაზე, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ ცხონდება. და ანუ ჩემგან მიიღებს საღვთო ენერგიას, მაგრამ წინაპირობად ნახეთ რა აქ. ანუ მე კი მივცემ ამ საღვთო ენერგიას, რომლისაგანაც ის წყურვლის დაწყურ ადამიანს, რომელსაც წყურია და ჭიქა წყალს რომ მიაწვდი და გააბედნიერებ ამით. ადამიანი ღვთის მაძიებელი ადამიანი ღმერთს ვერ პოულობს, ანუ ჭეშმარიტებას ვერ ეძებს, სიცოცხლის აზრის ვერ პოულობს და ქრისტიანობა ჩემთან მოდი და გაძღებით. ოღონ წინაპირობა ნახეთ, რა საინტერესოა, რომელსაც წყურია. განდა ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც ჭეშმარიტება და ღმერთის წყურია. განა ბევრია ისეთი ქრისტიანი მათ შორის, რომელსაც ყოველდღე წყურია ღმერთი. ყოველდღე ენატრება. თუ პირიქით გვიწევს, რომ აუ კიდევ უნდა წავიკითხო წმინდა წერილი, აუ ეხლა ლოცვაზე რა დადგება, აუ კვირა და წირვაზე რაღაცა მეზარება. თუ პირიქით არის. გესმით? ჩვენ არ გვწყურია, არ გვწყურია ღმერთთან ურთიერთობა. და ჩვენი პრობლემა ზუსტად ეს არის. და იცით რა ხდება, რატომ არის ეს პრობლემა? როცა კითხვას დასვავ შენ თავს, აი უფალი ამბობს, ვისაც წყურია და მე მწყურია. ბიჭო, არ მწყურია ყოველდღე რა. აი წინა კვირას გავაცდინე, წირვაზე არ ვიყავი. ერთი თვეა სახარება არ გადამიშლია, ზოგს მთელი ცხოვრება არ გადაუშლია, მინდა გითხრათ. არც კი იცის შიგრა წერია. არ ლოცულობ და თუ ლოცულობ, არაფერი მესმის და მეზარება. ზიარებით, აუ, როდის ვეზიარებ ბოლოს. აღარც მახსოვს. გესმით? ესე იგი არ ამწყურია. და ადამიანს ამდროს შემოდის ესეთი აზრი, აი ხო, ხვალზე, რა ხვალზე, ნახეთ, ადამიანი ძალიან სწრაფად გადის დროის დინარებას. ჩვენი ცხოვრება ხო დროის დინარებაა. ძალიან სწრაფად გავდივართ ამას, ძალიან სწრაფად. და ჩვენი ღმერთის ძიება, ღმერთის ძიების სისწრაფე, ღმერთთან დაახლოების სისწრაფე ძალიან ჩამორჩება ჩვენ ბიოლოგიურ სწრაფვას დასასრულისკენ. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ესე გაგზელდა, მე გარდავიცვლები ისე, რომ არ მექნება სწრაფვა, ღმერთისაკენ არ მექნება ერთი ნაბიჯის გადადგმულიც კი. ანუ გესმის ისე გარდავიცვლები, რომ მე ვერ მოვასწრებ ღმერთთან კომუნიკაციას. და მიზეზი იყო ის, რომ არ მწყურია. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი мотиваცია ეს არის ის, რომ მე მწყუროდეს, უნდა მწყუროდეს ღმერთი. იმიტომ დაანჩენი ყველაფერი წარმავალია. მე მწყურია წყალი, დავლია წყალი. მე რაღაცა საქმიანობას ვაკეთებ. მათ შორის კეთილსაქმიანობასაც. მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. თვით შვილის სიყვარულიც კი და ოჯახის წევრების ერთმანეთისადმი სიყვარულიც კი ღმერთის გარეშე ამაოებაა, იმიტომ რომ ღმერთი არის ის, ვინ ჩვენ მარადისობაში ერთად შევკრებს. მე თუ ოჯახის წევრი მიყვარს, ჩემი მეგობარი მიყვარს, ჩვენ ურთიერთობას პერსპექტივა აქ მაშინ, როდესაც ჩვენ ღმერთი გვაერთიანებს და მარადისობაში ერთად გვამყოფებს, თორე ღმერთის გარეშე, როგორც ადამიანების საფლავები გაიყოფა და ტრათ იქცევა, ასე ვერასოდეს ვერ იხილავს ჩვენი სულები ერთმანეთს. იმიტომ რომ ღმერთი აერთიანებს, ის არის ჩვენი შემოქმედი. ამიტომ დიახაც წყურვილი არის ერთ-ერთი მთავარი мотиваცია და წყურვილის არარსებობას ასევე არის мотиваცია თუ ეს ჩემში დავინახე და ამას შემაწუხა. რომელსაც უნდა საკუთარი თავის გადარჩენა, მან უარყოს თავი და აიღოს ჯვარი და მე შემომიდგეს.
ესე იგი, ნახეთ, მე მინდა გადარჩენა, მწყურია, იგივეა, მინდა გადარჩენა, მესმის ეს რა არის? და თუ ჩემი შინაგანი სულიერი ცხოვრება, რელიგიურობა დაარქვით, მეუბნება, რომ დიახაც, მარადიული სიცოცხლე არსებობს და მე გადარჩენა მინდა და ჩემი ინტუიცია თუ ამ მიმართულებით სწორად მუშაობს და მეუბნება, რომ დიახაც, მარადიული გადარჩენა ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაშინ აგერ მეუბნება, რომ მან უნდა უარყოს საკუთარი თავი და აი აქ ჩდება კიდევ კითხვა, რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა? ჩემი თავი უნდა გადავარჩინო და ჩემი თავი უარყო? თუ ჩემი თავი უარყავი, ჩემი თავი როგორ უნდა გადავარჩინო? და თუ მე ეს არ მესმის, მაშინ მე მაქვს კიდევ ერთი мотиваცია, რომ ჩაუღმავდე წმინდა წერილს და გავიგო, რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა. საერთოდ გადარჩენა რას ნიშნავს? საერთოდ სამოთხე რა არის? სასუფეველი რა არის? ითია ხოლმე, მამაო, აი, რა ვიცი, აი ეს კეთილი კაცია, ანი საერთოდ ქრისტიანი არ არის და ურწმუნოა და მაგრამ კეთილია. სამოთხეში მოხვდება? ნახე, სამოთხეში მოხვდება სიტყვათა წყობა. ქრისტიანული თვალსაზრისით სამოთხეში მოხვდება ეს სიტყვათა წყობა საერთოდ უღუნურ სისულელია. ეგეთი სიტყვათა წყობა სწორი არ არის. სხვა რამეს ნიშნავს ეს ყველაფერი. ამიტომ ესეთი სიტყვები, რომ თქვათ, როცა რაღაც არ მესმის წმინდა წერილში, დამატებით мотиваციას მაძლევს, გავიგო რა ხდება, რაღაცა გასარკვევი მაქვს. აიღოს ჯვარი, ეს ჯვარი რაღა არის? რა ჯვარი უნდა ავიღო? მე მაგ ჯვარი, მე მეგონა მარტო ქრისტეს ქონდა ჯვარი. ჩემი ჯვარი, ჩემი ტანჯვამი, ჩემი პრობლემები, ჩემი 1000, ეს არის ჯვარი. და მე კიდე მისგან გათავისუფლება მინდა. მე მინდა რომ ცოტა ლაღად ვიცხოვრო და 1000 პრობლემები რომ მაქვს, მოვიგვარო და უფალი მეუბნება ეს ჯვარი აიღე და წამომყევი. არ შეიძლება რომ ჯვრის გარეშე გამოყვე უფალო? მომიგვარე რა პრობლემები და გამოყვები რა. ეს პრობლემებთან ერთად უნდა ვიარო შენსკენ? ვერ გავიგე. მე ხო ღმერთის მორწმუნე გავხდი, კაცო. და არ მათავისუფლებ ჩემი პრობლემებისგან. ხომ არის ესეც რაღაც სტიმული, რომ რაღაც მეტად გავიგო ქრისტიანობაში. ხო არის ესეც мотиваცია. ნახეთ, ვინც მე მიხილა, მამა იხილა. ვინც მე მიხილა, აბა ფილიპეს ეუბნება. ფილიპე მოციქულს. ვინც მე მიხილა. კაი, მე ხორცელად არ მიხილავს ქრისტე, მაგრამ მისი ხმა ხომ მისი სიტყვები ხომ ესმის სახარებაში. მის სისხლს და ხორცს ხო ვიღებ, როცა ვეზიარებ და ვეხები. და მამა იხილა რას ნიშნავს? მამა იხილა, ანუ ამ შემთხვევაში ღმერთი როგორც galaktikების შემოქმედი, ძე ღმერთის galaktikების შემოქმედი, იმიტომ რომ მამა, ძე და სულიწმინდა ერთი ღმერთია. სამი პიროვნება, მაგრამ ერთარცება ღმერთია. ძე ღმერთმა ადამიანური ბუნება მიიღო, მაგრამ ძე ღმერთი, მამა ღმერთი, სულიწმინდა ღმერთი, ამავე დროს ჩემი მამა, ყოვლადწმინდა სამებაა თითოეული ადამიანის მამა, ამ გაგებით, რომ მთელი სამყარო შემოქმედია. ანუ ვინც ქრისტე იხილა, ვინც ქრისტეს მოусმინა, ვინც ქრისტეს ეზიარება, ის იხილავს ტრანსცენდენტულ ღმერთს, galaktikების შემოქმედს, ანუ მამას, იხილავს, შეეხება ღმერთის ესმის და ეგრეა ჩემ შემთხვევაში. მე მაგალითად როცა ვეზიარები, მაქვს ის შეგრძნება, რომ ჩემში ღმერთი შემოვიდა. როცა სახარებას ვკითხულობ, მე მაქვს ის განცდა, რომ galaktika, ეხლა რომ ვარსკვლავებიაცას ავხედავ და ვინც ეს შექმნა, იმის სიტყვები რომ ესმის, ამის განცდა მაქვს თუ არა მაქვს. და თუ არა მაქვს, ვეწინააღმდეგები წმინდა წერილს. ესე იგი რაღაც არ მესმის კიდე. და კიდე ერთი мотиваცია მაქვს, მეტად ჩაუღმავ და მეტად გავიგო წმინდა წერილი. კიდევ ერთი საინტერესო. ჩემი მორწმუნე არ მოკვდება, არამედ გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. რამდენი მორწმუნე კვდება, მამაო, რას ამბობ? ჩემი მორწმუნე არ მოკვდება. ორი გზა გაქვთ. ერთი, დახუროთ სახარება, თქვათ, რომ რაღაც არასწორად წერია, იმიტომ რომ 2000 წლის წინ თქვა ქრისტემ, ჩემი მორწმუნე არ მოკვდებაო და 2000 წლის მერე რამდენი ქრისტიანი კვდება, კაცო? თვითონაც კი მოკვდა. მოციქულები ყველა მოკვდა. მათგან თითქმის ყველა, იოანე მოციქულის გარდა, თუ ისიც აწამეს პრინციპში. წამებით, საშნელი სისასტიკით მოიკლა. და რას ნიშნავს, ჩემი მორწმუნე არ მოკვდება? მერე წერია, არამედ გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. ესე იგი, მოკვდა, არ მოკვდება, მაგრამ გარდაიცვლება. არ მოკვდება, არამედ გარდაიცვლება. ესე გარდაცვალება სიკვდილი არ ყოფილა. ჩვენ ხო ამბობთ ხოლმე, ხო, ადამიანი მოკვდა, ადამიანი გარდაიცვალა. თურმე სხვადასხვა რაღაცაა. ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, მაგრამ არ მოკვდეს. ეგ რაღა არის. და სან სიკვდილისაგან სიცოცხლეში.
სიკვდილისაგან, ანუ სიკვდილი გაიარა და სიცოცხლეში გადავიდა. ვახ, ეს საერთოდ რაღაც საიდუმლოებაა, ხო სწორია? ძალიან საინტერესოა. ამ ყველაფრის გამოძიება ჭირდება. მაგალითად, ჩემთვის ეს დიდებული мотиваცია არის, რომ უფრო მეტად და მეტად სიღრმისეულად ჩავიდე. რაზეა საუბარი საერთოდ? რატომ არის мотиваცია იცით ჩემთვის ეს? იმიტომ რომ სიცოცხლე არის მთავარი мотиваცია ჩვენს არსებობაში. აი დოსტოევსკის აქვს ეს სიტყვები, ხშირად მიყვარს ეს სიტყვები, ძმები კარამაზოვებში აქვს ერთ-ერთი მისი მოქმედი გვირი ამბობს, რომ თუ ადამიანს სიცოცხლე უყვარს, მას თავის საქმის 50% გაკეთებული აქვს. გვიყვარს ჩვენს სიცოცხლე? აი მაგალითად ნარკომანს უყვარს თუ არა სიცოცხლე? მემთვრალეს. უყვარს თუ არა სიცოცხლე? ადამიანს უყვარს თუ არა სიცოცხლე, რომელიც თავის სიცოცხლეს ძირითადად უსაქმურობაში ატარებს? ან უაზრო ცხოვრების წესი აქვს. აი ვარსაბ თათქარეძეა მაგალითად კიდევ ახსენე. ადამიანს უყვარს თუ არა სიცოცხლე, რომელიც თავის ცხოვრებას უბრაში, ჩხუბში, მრისხანებაში, უსიყვარულობაში, ტყუილში ატარებს. უყვარს თუ არა ადამიანს სიცოცხლე? და რას ნიშნავს სიცოცხლის სიყვარული საერთოდ? ეს ბიოლოგიური არსებობის სიყვარულია თუ რაღაცა სხვა რამე? და სიცოცხლე არის თუ არა ბიოლოგიური არსებობა? ალბათ არ არის, იმიტომ რომ სიკვდილი და გარდაცვალება რო სხვადასხვა რაღაცაა, უკვე ნიშნავს, რომ ბიოლოგიური სიცოცხლე ბიოლოგიურ არსებობაზე არ დაიყვანება, ისე როგორც სიცოცხლე არ დაიყვანება, ჩემი ყოფიერება არ დაიყვანება ფრჩხილის მოჭრაზე, თმების მოჭრაზე. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეთ, რამდენი კითხვა ჩდება. კიდევ ესეთ რამეს ამბობს უფალი. ცეცხლისა მოვედ მოფენად ქვეყანასა ზედა. ანუ ცეცხლი მინდა მოვფინო, იმიტომ მოვედი, ნახეთ ქრისტე ამბობს, იმიტომ მოვედი, რომ ცეცხლი მოვფინო. და მე ესეთ რამეს ამბობს და მინდა, და ახლა ამას თუ მე მწამს რომ ქრისტე ღმერთია, ღმერთისგან ნათქვამი მინდა, ხო გესმით ეს რას ნიშნავს? ეს არის იმპერატიულად გაჟღერებული ყოვლისშემძლე არსების ყოვლისშემძლე ნება, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება. ის ამბობს მე მინდა რომ ეს ცეცხლი აწვე, ანუ უკვე აღეგზნას, ანუ აბრიალდეს. და განმარტება არის საოცარი ამ სიტყვების, მაგალითად სიმონ ახალი ღვთისმეტყველია ასე განმარტავს ბევრი წმინდა მამა. ცეცხლის ამბობთ ქვეყანასა ზედა და ქვეყანა, რომელზეც ეს ცეცხლი უნდა აბრიალდეს, არის ადამიანის გული. და აი ნახეთ, ხშირად არის ხოლმე, რომ რა უნდა ნეტა ღმერთს? ან მამაო ჩვენოში ადამიანი ითხოვს, იყავ ნება შენი. ძალიან ფართე სპექტრია. ღვთის ნება რას ნიშნავს? ძალიან ფართე სპექტრით განცხადდა მინდა კითხრა, ძალიან ფართე სპექტრით, ღმერთს რა უნდა ჩვენთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ერთი სიტყვითაც გამოიხატოს, რომ ღმერთის შვილები უნდა გავხდეთ და მადლით ღმერთები. მაგრამ ქმედებაში, ყოველდღიურობაში და ჩვენს რელიგიურ ცხოვრებაში ის ფართე სპექტრით იშლება და ერთ-ერთი რითაც გამოიხატება, რა სიტყვებითაც გამოიხატება ღვთისნება არის ის, რომ მან თქვა, რომ მე ცეცხლი მოვფინო უნდა ქვეყანაზე და ეს ქვეყანა თქვენი გულებია და ეს მე მინდა, რომ თქვენს გულებში უკვე აბრიალდეს. არ არის საინტერესო ეს რას ნიშნავს? მე პავლე მოციქული იყვით, სულით მდუღარენი იყვენით. თუ ცეცხლი არ აბრიალდა ჩემში, რომელ მდუღარებაზეა საუბარი? და თუ მდუღარი არა ვარ? და ნახეთ ლოგიკურად მინდა შეგახედოთ. წარმოიდგინეთ, galaktikების შემოქმედი ყოვლისშემძლე და თავის სიდიადით საშნელი ღმერთი თქვენს გულში რომ ცეცხლს აანთებს. ეს აუცილებლად გამოიწვევს თუ არა თქვენი ცხოვრების ფერიცვალებას. თქვენი ცხოვრება, გულში რომ ღმერთის ცეცხლი აი ადამიანი, რომელსაც ღმერთის ცეცხლი არ უნთია გულში. და უცებ ეს ადამიანი გახდა მორწმუნე და მის ამ ადამიანის გულში galaktikების შემოქმედის მიერ ანთებული ცეცხლი აინთო. ადამიანი არ შეიცვლება? თუ ადამიანი არ შეიცვალა, ის ხო ადამიანი აღარ არის. როგორ შეიძლება თუ ადამიანი არ შეიცვალოს? სიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, ქალი რომელიც დაფეხმძიმდება და მუცელში ახალ სიცოცხლეს ატარებს, ის ქალი იცვლება, ის ქალი გრძნობს, რომ მასში სხვა სიცოცხლეა კიდევ. ბევრი რამე ეცვლება ამ ადამიანს. და როგორ შენს გულში ღმერთი შემოვიდა და შენ ამას ვერ გრძნობ და არ იცვლები? ხო, რაღაც ხო ხდებით? ანუ ეს სიტყვები ცეცხლის ამოვედ მოფენად ქვეყანასა ზედან თქვენს გულში და მინდა რომ ეს აწვე აღეგზნას, ეს ონტოლოგიურად, ანუ არსობრივადაც კი ცვლის ადამიანს და დიახ ეს არსობრივად ცვლის, იმიტომ რომ უფალი ამბობს, რომ ქრისტიანი არის ახალი ქმნილება, თავიდან დაბადებული და ახალი ქმნილება.
ანუ ქრისტიანი გაუმჯობესებული ადამიანი კი არ არის. ქრისტიანი სხვა არსებად გარდასახული ადამიანი ახალ ქმნილებას უწოდებს წმინდა წერილი მას. ესეც ხო საინტერესოა და კითხვა ხო ჩდება ეს რას ნიშნავს? როგორ უნდა აინთოს ჩემს ეს ცეცხლი? გესმით? ეს არის ღვთისნება. ან მაგალითად შეინანეთ რამე თუ მოახლოებულად სასუფეველიცად. შეინანეთ. და შეინანეთ ნიშნავს მეტამორფოზას ოღონ არა ერთჯერაც, არამედ პროცესს. ეჯერ იონ ნათლისმცემელმა თქვა და იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ უფალი იმეორებს, ეს წარმოიდგინეთ უფალი რომ მოდის იმეორებს იოანე ნათლისმცემლის სიტყვას. რა თქმა უნდა იოანემ მისი კურთხევით თქვა, ხო? შეინანეთ გარკვეული გრამატიკული ნორმებით არის დაწერილი ნათქვამი ეგ სიტყვებია ორიგინალში ბერძნულ ენაზე, რომელიც ნიშნავს პროცეს მეტამორფოზისას. ანუ სინანული ეს არის მეტამორფოზის პროცესი, რომელიც უნდა დაიწყოს იმ წამიდან, როცა შენს გულს ღმერთი შეეხო და შენ მიხვდი, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი და ეს პროცესი შენს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე აღარასოდეს უნდა გაჩერდეს. ანუ ადამიანში ეს სინანულის პროცესი მოუკლებლივ უნდა არსებობდეს. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მოახლოებულ არ სასუფეველი არის სამეფო. სამეფო და ადამიანი რო ინათლება, იცით რა, სანამ ინათლება ადამიანი აღთქმებს დებს და ერთ-ერთი აღთქმა ესეთია, რომ მღვდელი ეკითხება, გწამს ქრისტე? და მოსანათლი პასუხობს, რომ წამს ვითარცა მეუფე და მეუფე მეფეს ნიშნავს. ანუ როგორც მეფე და ღმერთი. ანუ ქრისტე ჩემთვის მარტო ღმერთი კი არ არის. ის არის სამეფოს მეფე, რომელს სამეფოშიც მე უნდა შევიდე. და მრავალმა მათგანმა არ იცის, რომ ეს სამეფო არის ეკლესია. გესმით, ჩვენ დღეს როგორ არის ხო სამწუხაროდ ამ ულტრალიბერალურ სამყაროში ეკლესიის დაკნინების მცდელობა როგორ არის ხო, რომ ეკლესიას ლანძღავენ 1000 ტალახს ესვრიან. ამ დროს ქრისტიანმა იცის ერთი რამ, რომ ეკლესია ქრისტეს სამეფოა, რომელიც თვალით არ ჩანს. ეს არ დაგავიწყდეთ, თვალით არ ჩანს ეკლესია. აი, ნახეთ, ესეთ სიტყვებია ქრისტეს, რომ სასუფეველი მოვა არა თვალხილულად, არამედ თქვენში. ეკლესია, ის როგორც ღმერთი იხილვება ადამიანის მიერ საკუთარ თავში. და ამიტომაც კიდე აღთქმის ერთ-ერთი ნაწილი არის მრწამსი თქმა და მრწამში არის ესეთ სიტყვები. იქ ამბობს სანამ მოინათლება ადამიანი რომ წამს მამა ღმერთი, წამს ძე ღმერთი, წამს სულიწმიდა ღმერთი და იქ არის კიდე ერთ საინტერესო სიტყვები, წამს ეკლესია. თუ ეკლესია ეს არის, რასაც მე ვხედავ, მაშინ რა რწმენა ჭირდება? თუ ეკლესია მღვდელი და ეპისკოპოსია უბრალოდ ეკლესია საიდუმლოებაა, სადაც თავისი ადგილი აქვს ეპისკოპოს, მღვდელს და ტაძარსაც და პირველ რიგში ეპისკოპოსს, რა თქმა უნდა, მაგრამ მთლიანობაში ეკლესია არის ღმერთთან კომუნიკაციის საიდუმლოება და ეს თვალით არ აჩანს. ამიტომაც დიახაც ეს სასუფეველი არის ეკლესია, რომელიც არ ჩანს, მაგრამ ის ჩვენში რეალიზდება. თუ ადამიანის გულში არ რეალიზდება, ყოველდღე რო ადამიანი ტაძარში იდგეს, ყოველდღე რო სანთლებს ანთებდეს და მეცას გეტყვით, ყოველდღე რო ეზიარებოდეს, ადამიანი ეკლესიაში ვერ შევა, იმიტომ რომ ეკლესიაში შესვლა არის ასევე საიდუმლოება. აი ესე ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს რომ გაიგოს ადამიანმა და ეს რომ მასში რეალიზდეს, ამას ჭირდება მეტამორფოზის მოუკლებელი პროცესი ადამიანში. ანუ ეს არის მუდმივი და რა არის მეტამორფოზის და სინანული იგივე, მეტამორფოზის მოუკლებელი პროცესი და სინანული, ეს არის გააზრება იმისა, სად ხარ, გააზრება იმისა, სად უნდა ახვიდე, ანუ უნდა იცოდე სად ხარ, უნდა იცოდე საიდკენ უნდა ისწრაფო. და უნდა დაინახო მუდმივი დინამიკა შენში. აი მიმართულებით სისკენას უნდა ისწრაფო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესეთი სიტყვები კიდე. იყავით სრულნი, ვითარცა მამა იარს თქვენი ცათაშინა. რამდენად შეიძლება ვხვდებოდეთ ჩვენ ამ სიტყვების საშინელებას და საშინელ პასუხისგებლობას, რა პასუხისგებლობასაც ეს სიტყვები გვაკისებს. ქრისტე მოვიდა, მე ვარ ქრისტიანი. და უცებ ქრისტე მეუბნება, თეოდორე. ისეთი სრულყოფილი იყავი, როგორც ღმერთია სრულყოფილი. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეგ მე არ მინდა. მე მაგას ვერ შევძლებ. მაშინ ესეთ ადამიანს მე ვაკეთებ ხოლმე ესეთ რამეს, ვაჩვენებ ჯვარს და ვეუნები.
ვინ არის გამოსახული? იესო ქრისტე, ღმერთი ადამიანად მოსული. რა ხდება? ჯვარზე მოკვდა. ვისთვის და რისთვის? თუ ფიქრობ, რომ ქრისტე იმიტომ მოკვდა ჯვარზე, რომ შენთვის ღვთისცნებები მოეცა, ცდები, იმიტომ რომ ღვთისცნებების მოცემას ღმერთის ადამიანად მოსვლა, მისი ტანჯვა და სიკვდილი არ ჭირდება. აბა რა ჭირდება? წინასწარმეტყველი, წეღნარ გითხარით, რასაც ქრისტე ამბობს, შეინანეთ რამე თუ მოახლოებულად სასופველიცათა, ამ სიტყვებს 6 თვით ადრე ამბობს იოანე ნათლისმცემელი, შეინანეთ რამე თუ მოახლოებულად სასופველიცათა. რაში ჭირდებოდა ღმერთს მოსვლა და სიკვდილი ამ სიტყვების გამეორებისათვის და ნებისმიერ მცნებას წინასწარმეტყველი იტყო და სულაც არ იყო საჭირო ღმერთის ადამიანად მოსვლა და სიკვდილი. და ქრისტე მოკვდა ჯვარზე არა იმიტომ, რომ მცნებები მოქცეს, რომელსაც წინასწარმეტყველიც მოქცევა. არამედ სხვა სიღრმისეული მიზანი აქვს ამას, ერთ-ერთი მიზანი იცით რა იყო? აი შენ რომ შენი ცხოვრების წესით ბევრი რამე ისეთი დაგიშავებია, რის გამოც მარადულ სიცოცხლეს არ იმსახურებ და იმსახურებ ღმერთისგან უარყოფას და შორს ყოფნას, იმიტომ რომ ღმერთი აბსოლუტური სიწმინდეა და ნახეთ რა მოითხოვება ჩვენგან. აბსოლუტური სიწმინდე, იყავი სრულყოფილი, როგორც თქვენი ზეციური მამაა სრულყოფილი. ანუ ფაქტობრივად ღმერთად ყოფნა იგულისხმება ამაში. ღმერთის შვილის სტატუსით პირველი რაც გვასწავლა ქრისტემ, ღმერთთან რა კომუნიკაცია გქონდეს, მამაა და როგორც შვილმა ისე მიმართა. გესმით რაზეა საუბარი? ეს ხო შეუძლებელია ადამიანისათვის. და ქრისტიანობა გეუბნება, რომ სხვანაირი სამოთხე არ არსებობს, ეს არის სამოთხე. ჩვენ არა ვართ სხვა რელიგიის წარმომადგენლები, სადაც კაი ეზოს მოგცემენ და რა სიამოვნებას გინდა მიიღეთ თუ ღმერთის ცნებებს ასრულებდი. არა, ჩვენ გაცილებით დიდი ამბიცია გვაქვს ჭყალებში. როგორ ამბიცია, იმიტომ რომ კაი გაგებით ამბიცია, ღმერთის შვილობა. თუ ეს შეუძლებელია ჩემნაირი ადამიანისათვის, კაი თქვენ თავს დაგანებებთ. მე ხო ვიცი, მე რა ნაგავსაც ვატარებ და რანაირად იცი? რაც მე დამიშავებია, საშნელებები რის გამოც მე არა ვარ სასופველის ღირსი და სასופველში იგულისხმება ღმერთის შვილის სტატუსით, მადლით ღმერთობა და ღმერთის ქრისტეს მარჯვნივ ჯდომა მარადისობაში, რადგან ეს იგულისხმება და ღვთაებრივი სრულყოფილება, მე ეს არ შემილია მე ეს. აბა დანარჩენი ყველაფერი ჯოჯოხეთია. აბა ეს მე არ შემილია. მე ხო ცოდვილი ვარ. ყველა ჩემი ცოდვისათვის. მე კი არ მოვკვდი მარადისობაში. ქრისტე მოკვდა ჩემთვის ჯვარზე. ამიტომ მე ხშირად მithქვია, რომ აი ჯვარს მისწი რომ დგახარ, აბსოლუტური სიმართლეა თუ ვეტყვი, მე ვეუბნები ესე, უფალო, მე მოკკალიშე. გესმით? აი ეს არის. როდესაც ადამიანი აი ამგვარ დამოკიდებულებას ავლენს უფლისადმი და ამგვარად გაიაზრებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩემი ცოდვების გამო და კიდე ქრისტეს ჯვარცმას, ქრისტეს ადამიანად მოსვლას, კიდე მრავალი მიზანი აქვს. ერთ-ერთი ეს არის. ამიტომ ჩემი სრულყოფილების შესაძლებლობა არსებობს იმის გამო, რომ ქრისტე მოკვდა ჩემთვის და ამ დროს თუ ქრისტიანი იტყვის, რომ ღვთაებრივი სრულყოფილება ჩემი საქმე არ არის, მაშინ რა გამოდის, რომ შენ ამბობ ესეთ რამეს, ოღონდ სხვა სიტყვებით, რომ უფალო, შენ ჩემთვის ტყილა მოკვდი. არ უნდა მომკვდარიყავი ჩემთვის, იმიტომ რომ შენ ჩემთვის იმიტომ მოკვდი, რომ მე ესე იგი ღვთისშვილი ვიყო და ზეციური მამასრავის სრულყოფილი ვიყო, ამიტომ მოკვდი შენ ჩემთვის და მე კიდე არ მინდა მე ეს. და გამოვალ უძღების შვილის სიგავში, რომ უფროსი შვილია. მამა ეუბნება, რომ შვილო, რაც ჩემი მე მაქვს ყველაფერი შენია და თურმე უფროშვილს ეს არ უნდა. უფროშვილს უნდა ერთი თიკანი, რომ იქეიფოს. რა თიკანი, კაცო, ყველაფერი რაც მე მაქვს შენია და შენ თიკანი გინდა? გესმით? ამიტომ ადამიანი, რომელიც ქრისტეს გამოწვდილ ხელზე რომ ყველაფერს გაძლევს და შენ თუ იტყვი, რომ ეს არ მინდა და კმაყოფილი ვიქნები რაღაცა ჩემთვის ისე ვიყო, ჩემთვის როგორც მინდა, შენ მკრეხელობაში ვარდები. იმიტომ რომ შენ ეუბნები იმას, რომ ტყილა მოკვდი ჩემთვის. შეიძლება ვიღაცისთვის კი მოკვდი, მაგრამ ჩემთვის ტყილა მოკვდი, იმიტომ რომ ეს არ მჭირდება. გესმით? ამიტომ ესეთი ზერელე დამოკიდებულება ქრისტიანული სარწმუნოებისადმი საშიში ხდება და უპასუხისგებლობა. იმიტომ რომ გეუბნება, რომ სრულყოფილი უნდა იყო. და კიდევ ერთი იმპერატიული ნება, აი ნახეთ. ესე იგი, ღმერთი მოვიდა ადამიანად, ჩემი ცოდვების გამო, ჩემთვის მოკვდა და მე მეუბნება ესეთ რამეს. მნებავს, რომ სადაც მე ვარ,
თქვენც იქ იყოთ, ამ თქვენში მეც ხო შევდივარ. ესე იგი მე სახარება რომ ვკითხულობ, ეს უნდა წავიკითხო. მნებავს ქრისტე მეუნება. სადაც მე ვარ თეოდორე, შენც იქ იყო და მე აპოკალიფსში არის ესეთი ადგილი. წეღანას გითხარით, რომ მე მინდა ჩემს მარჯვნივ დაჯდეთ და ამ დროს პიროვნულად თუ მივიღე, მე მინდა თეოდორე ჩემს მარჯვნივ დაჯდე, როგორც მე დავჯექი მამის მარჯვნივ. გესმით რაზეა საუბარი? გონება შემაზრწუნებელ სიბიადეზე, რომელზეც პავლე მოციქული ამბობს, რომ ესეთი სიხარული ამას ვერაფერი ვერ იტევს, ვერ იტყვის, იმიტომ რომ ჩვენი გამოცდილების მიღმა არც თვალს უხილავს, არც ყოსმენი, არ გულს არ შეხებია. აი ეს არის ქრისტიანობა. მნებავს დაждეთ ჩემს მარჯვნივ, როგორც მე ვზივარ მამის მარჯვნივ. ეს გითხარით და ეფესელთან მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ამბობს განსაცვიფრებელ სიტყვებს. რომ ღმერთმა ქრისტესთან ერთად დაგვრცხა ზეცაში. აი მონათრული ადამიანი, მაზიერებელი ადამიანი აქ იმყოფება ხორცში, მაგრამ პოტენციურად უკვე ზეციური მამის მარჯვნივ ზის, როგორც ოქროპირი ამბობს, ჩვენ ვართ ეკლესიის თავი ქრისტეა და ჩვენ ტანი ვართ სხეული და სადაც თავია სხეულიც იქ არის და სადაც სხეულია თავიც იქ არის, ამიტომ ქრისტე ჩვენთან არის და ჩვენ ქრისტესთან. და ეს არის აი პავლე მოციქულის ამ სიტყვებიდან გამომდინარე, რომ ქრისტესთან ერთად დაგვრცხა ზეცაში. ამას ამბობს დიდი პავლე მოციქული. და საბოლოო ჯამში კიდევ ერთი რამე, რაც მე გამახსენდა, არის ეს, რომ ჩვენში ყველაფერი ჩვენში აღესრულოს, ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს და ამ დროს ქრისტე გვეუბნება, ჩემს გარეშე არაფერი ძალგიცთ. ადამიანი შეუძლია თებში გარეცხოს და მანქანას დაქოქოს და კიდევ ბევრი რამე გააკეთოს ღმერთის გარეშე, ამის უნარჩვევები ღმერთმა ზოგადად მოგცა, მაგრამ აი ამ თავარ საკითხში, ეგზისტენციალურ საკითხებში, რომელიცთვისაც ჩვენ ადამიანები გვქვია, იქ ღმერთის გარეშე არაფერი შეგვიძლია და თუ ჩვენ ცოტათი მაინც გავიაზრებდით, რასაც საუბრობდით, მართლა ადამიანს ეს არ შეუძლია ღმერთის გარეშე, მაგრამ სწორედ ეს არის, რაც ადამიანს არ შეუძლია ჩვენი ადამიანობის თავარი საზრისი. და мотиваციაც შესაბამისი უნდა გქონდეს და წმინდა წერილის ეს სიტყვები გვიჩენს დამატებით мотиваციას, ახლა რომ მეტად სიღრმისეულად ჩაუფიქრდეთ ამ ყოველივეს და ჩვენი სულიერი ცხოვრების საკითხს და ჩვენს მარადისობას მეტად როგორ გითხრათ, მეტად შემოვიყვანოთ მარადილი სიცოცხლე ჩვენს ყოველდღიურობაში და ნუ ვეთამაშებით მას როგორც მეორე ხარისხოვანს, იმიტომ რომ ეს ძალიან შეიძლება ძვირად დაგვიждდეს, იმიტომ რომ ჩვენ ერთხელ დავიბადეთ ამ სამყაროში, ერთხელ უნდა გარდავიცვალოთ და ერთხელ ვაგებთ პასუხს ცოცხალი ღმერთის წინაშე. და იმედი მაქვს, რომ ყოველდღიურობა ჩვენი იმგვარად წარიმართება, რომ ჩვენ ამის ყველაფრის რეალიზებას დავიწყებთ და დღევანდელი დღეც იმედია, რომ დაგვეხმარება, რომ ამ მიმართულებით უფრო მონდომებულად გადავდგათ ნაბიჯი. და მე მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ღვაწლია, რა თქმა უნდა, მაგრამ არა მარტო ღვაწლი, ეს დიდი სიხარულია, იმიტომ რომ ყოველი ასეთი ნაბიჯი ამ მიმართულებით და ამ სიღრმისეულად თითოეული ნაბიჯის გადადგმა ღვაწლთან ერთად, იმიტომ რომ ჩვენი დაცემული ბუნება წინააღმდეგობას გვიწევს, არის სიხარულის მომნიჭებელი, იმიტომ რომ ღმერთი არა მარტო სიცოცხლეა ასე ზოგადად, არამედ სიცოცხლე, რომელიც უსასრულო სიყვარულს და სიკეთეს ატარებს და სიკეთის და სიყვარულის გამოვლენებები სხვადასხვანაირად გამოითქმება ხოლმე. აი როცა ზიარების მერე ესეთ ლოცვას ვკითხულობ სასულიერო პირების საკურთხეველში, რომ მოგვეცი ღმერთო სიხარული და მხიარულებაც. და დიახაც მორწმუნე ადამიანი, რომელიც საკუთარ უსუსურობას და უძლურებას და ცოდვილობას გლოვობს ღვთის წინაშე, ამავე დროს პარალელურად ატარებს განსაცვიფრებელ სიხარულს, რომელსაც მას ვერავინ წაართმევს. ეს სიხარული არის ჩვენში იესო ქრისტე. ამინ. ამინ. გარდაცვალების პერსპექტივა და სასუფეველის აწმყოობა. თუ შეიძლება სხვადასხვა კუთხით ახსენეთ თქვენ ეს ამბავი. და ჩემი კითხვა ასეთია, უფრო მეტი შეიძლება ითქვას ამაზე გარდაცვალების პერსპექტივა და სასუფეველის აწმყოობაზე. რაც ალბათ мотиваციისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ამავე დროს. გარდაცვალების პერსპექტივა, რა პერსპექტივა აქვს გარდაცვალებას ადამიანისა, რა თქმა უნდა წმინდა წერილი ამაზე გარკვეულწილად პასუხს გვაძლევს, ოღონდ როცა ადამიანი თქვათ
ინტერესდება კონკრეტული საკითხებით, თქვათ, რას ნიშნავს მარადიული სიცოცხლე, სადაც ჩვენ გადავდივართ, როგორც წესი, აქ წმინდა წერილი განსხვავებით სხვა ზოგიერთი რელიგიებისა დუმს. ხა იშვიათად წმინდა მამებთან შეიძლება ვნახოთ 60-ზე საუბარი, მაგრამ ან ჯოჯოხეთზე, მაგრამ ერთ-ერთი როგორც თანამედროვე ღვთისმეტყველი მოსწრებულად ამბობს, ქართველებს თავისი ბოსხი არ ქართველებს მე ქრისტიანებს თავისი ბოსხი არ ყავთ. და მარადულ სიცოცხლეზეც ესე საუბრობენ, შეიძლება ვთქვათ, რომელიღაცამ ამას რაღაც ხილვები ქონდა, მაგრამ ეს მაინც უფრო ფიქრობთ ეს არის რაღაც სიმბოლოებით მეტყველება, იმიტომ რომ როგორია დიდ პავლეზე მეტად ვერავინ ვერ იტყოდა ამას, რომელმაც იხილა მარადიული სასუფეველი, როცა მესამეც ამდა იქნა აყვანილი, მაგრამ მე ვერ გამოთქვავს და ამბობს, რომ მესმა უთქმელნი სიტყვები, ანუ სიტყვები, რომელიც არ გამოითქმება, შეუძლებელია, არ ითქმება. ანუ ვერ ადამიანური ენა ვერ იტევს ამას. და მე ესეთ რამეს ამბობს, რომ სიხარულია, მაგრამ ეს სიხარული ისეთია, რომელიც თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და გულს არ შეხებია. ანუ ადამიანურად ჩვენ ვერ გამოვთქვათ რა არის მარადიული სიცოცხლე და პერსპექტივა მდგომარეობს იმაში, რომ სიცოცხლე არის თავად იესო ქრისტე. ქრისტე შემთხვევით არ ამბობს, რომ ის არის არა მარტო ჭეშმარიტება, ანუ ობიექტურად არსებული სინამდვილე, ანუ ღმერთი, არამედ სიცოცხლეს არის. და როცა ამბობს ქრისტე, რომ ჩემი მორწმუნე არასოდეს მოკვდება, არამედ გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი გარდაიცვლება იესო ქრისტეში, ანუ ღმერთში. და საინტერესოა ამ კუთხით ასკეტი მამების, თქვათ, ისიქასტი მამების ესეთი გამონათქვამი, რომ ადამიანი, რომელიც გონებისმიერი ლოცვით გადის ამ ქვეყნიდან, ის ფაქტურად ქრისტეში გადადის. აი, სული ამოდის ხორციდან და გადადის ქრისტეში. ხო, ეხლა ეს რა თქმა უნდა თეორიულად სათქმელად ადვილია, მაგრამ ის რაც თეორიულად სათქმელად ადვილია, პრაქტიკულად რთულია, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის ქრისტიანობა და ანუ სასუფეველის პერსპექტივა, ეს არის ქრისტეში გადასვლა, სიცოცხლეში გადასვლა და რადგან სიცოცხლეში გადასვლა და იგივე ქრისტეში გადასვლა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ადამიანი ღვთის ტაძრად არის რეალიზებული და ღვთის ტაძარი ნიშნავს იმას, რომ ღმერთის განკაცების მერე ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, რომ ყოფილიყო ღვთის ტაძარი, ტაძარი ნიშნავს ჩვენში ღმერთის ყოფობას. თქვათ, გვახსოვს იგივე წმინდა წერილში, როცა ამბობს უფალი, რომ ჩემს მოყვარეს ამათ შეიყვარებს და მე მამა და მე სული წმინდაზეც ამბობს, სული წმინდა ღმერთი მოვალ და დამკვიდრდებით, ანუ ადამიანის გულში ყოვლადწმინდა სამება ღმერთი მკვიდრდება, ანუ ეს ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს მისტიკური სიღრმე, რომელიც განხთობის შემთხვევაში, როცა ის ტაძარი ხდება ღვთის, არ განსხვავდება სეცისგან, ესაც სიმონე ღვთის ამას ისააკასური ამბობს, რომ ასეთი ადამიანის გული და ზეც არ განსხვავდება, რომ იქაც და აქაც ღმერთი მკვიდრობს. რადგან ღმერთია მარადიული სიცოცხლე და რადგან ქრისტიანში ღმერთი ადამიანის გულში მკვიდრობს, ესე იგი ის სასუფეველი, რომელიც არის პერსპექტივა, რომელიც ჩვენი გარდაცვალების მერე თელი სისავსით დადგება, უпроსორეკ უფლის დაბრუნების მერე თელი სისავსით დადგება. ამავე დროს ის არის აწმყოც, იმიტომ რომ ჩემში თუ ქრისტიანი ვარ, ჩემში უნდა ღმერთი უკვე იყოს. და სიცოცხლის სიყვარულიც. სიცოცხლე და ნარკომანს უყვარს სიცოცხლე, თქვენ ეს ახსენეთ და კარგი მაგალითი იყო ამასია. ანუ ესე იგი სასუფეველი ეს არის პერსპექტივაც და აწყოც, აი მე უფრო კარგად გააკეთა ეს აქცენტები. მართლაც ის პერსპექტივაც არის, იმიტომ რომ სრული სისავსით რეალიზდება უფლის დაბრუნების მერე, მაგრამ ის არის აწყოც, იმიტომ რომ ის ეხლავე ქრისტიანის ცხოვრებაში არსებობს სიცოცხლის სახით, რომელიც სიცოცხლეს არის ღმერთი. და თუ ჩვენში ღმერთი არ არის დღეს და ისე გარდავიცვალე, რომ ჩვენში ღმერთი არ მკვიდრობს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის დახურულია მომავალი პერსპექტივაც. ოღონდ აქ კიდევ ერთი ნიუანსია, გარედან ვერ მიხვდები ადამიანში არის თუ არა ღმერთი. ზოგ შემთხვევაში მიხვდები, ხა გრიგოლ ხანძთელის შემთხვევაში ალბათ მიხვდებოდით და ძალიან დიდი წმინდანების შემთხვევაში, მაგრამ ძირითადად ადამიანს ეს არ ეტყობა. აი სასუფეველი არ მოვა თვალხილულად უფალი რო ამბობს, თქვენშია ეს თვითნიშნავს იმას, რომ გარანტირებულად ვერ იტყვი, რომ აი ამ ადამიანში არის სასუფეველი და ამაში ვერ არის.
და როცა გონია, შეიძლება გეგონოს, რომ აი ამ ადამიანში არის და ამაში არ არის, შეიძლება პირიქით იყოს და ამის კლასიკა არის სახარება, როცა ფარისევლებში ხო, ზოგიერთ ფარისევლზე შეიძლება გეფიქრა, რომ ამაში არის ღმერთი, იმიტომ რომ ყველა რელიგიურ წესს და კანონს ასრულებს. და ამაში ღმერთია. და ავაზაკზე იტყოდი, ავაზაკს მე რო პირველი ცხონდა. ეს ღვთისპირიდან გავარდილი ეს ვინ არის საერთოდ. მაგრამ ნახეთ რა უცნაური რამ მოხდა. იმაში იყო საბოლოო ჯამში და ამაში არ იყო. ამიტომ თვალხილულად ამის შეფასება არ შეიძლება და ამიტომაც განკითხვა არის ერთ-ერთი მძიმე ცოდვა, როცა დროზე ადრე მსაჯულის პოზიციას იკავებ რა განაჩენი გამოგავს. მადლობთ მამაო. ერთი პირველი კითხვა, რომელიც შემოვიდა ასე მესიჯით, თუ გავახმოვანებთ, თუ სწორად ჩამოვაყალიბებ და ეხმაურება აი აქ შემდგომ კითხვას, როგორ შეინარჩუნა იობის მსგავსმა ადამიანებმა მოტივაცია რწმენის გზაზე ტანჯვაში და ამ ტანჯვას ეხმაურება ერთი ჩვენი მორწმუნის კიდევ ესეთი კითხვა, რომ მუდამ პედალირება, თუ სწორად ვიტყვი, მწუხარებაზე, ასე ვთქვათ, სინანულზე მუდამ პედალირება და სიხარულის დაკარგვა ზოგჯერ ამისგან ვამბობ სწორად შეიძლება და ამ მოტივაციის დაკარგვაც ამავე დროს მოტივაციაც იკარგება ამავე დროს აი თუ შეიძლება რომ იობის შემთხვევაში იობი უწმუნო კი არ იყო და რწმენა ნიშნავს არა იმას რომ მე მჯერა ღმერთის არსებობის ეს არ არის რწმენა რწმენა არის ღმერთთან ურთიერთობა და ნახეთ იობის წიგნში არის საინტერესო ფრაზა ბოლოში რომ იობი სანამ ეს უბედურებები დაემართებოდა იყო მსმენელი ღვთისა ანუ მას ღმერთთან კომუნიკაცია ჰქონდა ძველი აღთქმის ადამიანის შესაბამისად ოღონ ამ დიდი გმირობის მერე ის გახდა მჭრეტელი ღვთის ანუ თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა ღმერთმა მაგრამ მანამდე ის ურწმუნო არ იყო ამაშია რითი შეინარჩუნა ერთის მხრივ ფიზიკურ სამყაროში ობიექტურად არსებული სინამდვილე რომ თავზე ემხობა ყველაფერი მაგრამ ამავე დროს მეორე ობიექტური სინამდვილე რომელიც უფრო სინამდვილეა ვიდრე ფიზიკურ სამყაროში აღსრულებული ღმერთის რეალობა რომელსაც ის გულით განიცდის რომელსაც ის უსმენს და მასთან კომუნიკაცია აქვს ამიტომაც არის რომ ჭეშმარიტება მე ვარ ჭეშმარიტება როცა ამბობს ქრისტიანო ღმერთი როგორც ჭეშმარიტება ანუ ღმერთი როგორც ობიექტურად არსებული სინამდვილე თუ განიცდება ადამიანის მიერ მას ვერაფერი ვერ არყევს აი პავლე მოციქულს აქვს ეს სიტყვები ვინ განმაშოროს მე სიყვარულსა ქრისტესა და ჩამოთვლის 1000 განსაცდელს და ამბობს ვერაფერი ვერ განმაშოროს მე ქრისტესადმი სიყვარულს აი ეს არის ის მოტივაცია რომელიც ადამიანს აძლევინებს რომ ნებისმიერ განსაცდელს გაუძლოს და კიდევ ერთი იყო მეორე რა იყო მეორე კითხვა იყო ესეთი დიახ როდესაც სულ მუდამ წუხარებისა და სინანულის ასე ვთქვათ არ არის ესე იმიტომ რომ ნაიხეთ 9 ნეტარების რამდენიმე ერთ მაგალითს მოგიყვათ აი უცებ რაც ყველაზე ეს ნიშანდობლივია ნეტარი იყვნენ მგლოვარენი და მე როგორ გძელდება რამე თუ იგინენ უგეშინის ცემული იქნენ ადამიანი მგლოვარებს საკუთარი ღმერთს დაცილებულობის გამო და ადამიანი ხარობს და მხიარულებს ღმერთთან მყოფობის გამო ეს არის ანტინომიური წყვილი რომელიც ლოგიკურად თუ მე ღმერთთან ვარ და მიხარია თან უღმერთობას როგორ განვიცი და როგორ ვიტანჯები ეს ლოგიკურად შეუთავსებელი წყვილია მაგრამ პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებაში ზუსტად ასე ხდება. ის რაც ლოგიკურად შეუთავსებელია, პრაქტიკაში რეალიზებადია. ანუ ერთის მხრივ გზნობ, რომ ესე იგი, იმდანაც შეუძლებელია შენი ღმერთთან ყოფობა, რომ ჯოჯოხეთს განიცდი, მაგრამ ამავე დროს ღმერთი შენთან არის და სიხარულს განიცდი. აი ქრისტე ამბობს ესეთ რამეს, რომ სასუფეველში ნებისმიერ ადამიანზე ამბობს. სასუფეველში ადამიანის ყოფა არის შეუძლებელი. ანუ ბლოვარებას ადამიანს წამს ღმერთი რო არის იცის და კომუნიკაცია ვერ აქვს და იტანჯება და ცოდვების გამოც იტანჯება. მაგრამ ქრისტე უსება აგრძელებს, მაგრამ ღმერთის მიერ შესაძლებელი. და თუ ღმერთთან თუ ადამიანი ღმერთს მაინც ებღაუჭება და ხელს არ უშვებს, ღმერთი მასთან მოდის და ანუ ის რაც შეუძლებელია ხდება შესაძლებელი. ანუ ტანჯვა სიხარულად იქცევა.
ამიტომ ადამიანში არის ეს ორივე და ორივე ობიექტური სინამდვილეა ამაშია საქმე. ობიექტური სინამდვილეა რომ ღმერთის გარეშე შენ ესე იგი ფაქტიურად სიცოცხლე შენში არ არის ღმერთის გარეშე, რომ ღმერთია სიცოცხლე, ეს ერთი ობიექტური სინამდვილე რომელსაც განიცდი და მეორე ობიექტური სინამდვილე რომ ღმერთს ისე უყვარ ხარ, შენთვის მოკვდა და რადგან შენთვის მოკვდა, შენ დაგტოვებს. აი პავლე მოციქულს აქვს სიტყვები რომ ჩვენ როცა უღმერთოდ ცხოვრობდით, ღმერთი ჩვენთვის მოკვდა და ახლა როცა მოკვდა, ახლა დაგტოვებს. აი ეს არის. ამიტომ ადამიანში ეს ორივე არსებობს. ორივე ობიექტურად არსებული სინამდვილეა, მაგრამ მეორე რა თქმა უნდა ჭარბობს პირველს. ანუ იმედი ჭარბობს ტანჯულობას უღმერთობიდან გამომდინარე. ანუ რომ განიმარტოს ქრისტიანული სიხარული და სიმშვიდე როგორ მონაცვლეობს სინანულთან. ქრისტიანული სიხარული და ქრისტიანული სიმშვიდე არ არის ფსიქოსომატური თვისებები. არსებობს ფსიქოსომატური სიხარული, არსებობს ფსიქოსომატური სიმშვიდე, ბუნებითი ადამიანის. ქრისტიანული გაგებით სიხარული და სიმშვიდე არ არის ფსიქოსომატური მდგომარეობა. აბა რა არის ადამიანი იკითხავს. აი მწუხრის ლოცვა, ვისაც მეტნაკლებად ლიტურგიული მსახურება უყვარს და ქრისტიანს უნდა უყვარდეს, არის ესეთი ადგილი, სადაც საცეცხლურით შედის მღვდელი. საცეცხლური ამ შემთხვევაში არის სიმბოლური გამოხატულება ღვთისმშობლისა და მასში არსებული ცეცხლი და კეთილსურნელება ქრისტესი. ანუ საცეცხლური ღვთისმშობელი და მასში არის ხურვალე კეთილსურნელება, რომელიც არის ქრისტე. და ეს მწუხრის ეს ადგილი ადამიანებს ახსენებს შესაბამისი საკითხებით, რომ ღმერთი ადამიანად დაიბადა ღვთისმშობლის მიერ. და საკურთხეველში შედის და ის მერე ჯვარცმულია თუ ჯვარს გამოსახავს, ესე იგი, საცეცხლური და შედის საკურთხეველში და საინტერესოა ამ დროს რა იგალობება. ან რა იკითხება მედავითის მიერ. ესე იგი, როგორ მიმართავ ღმერთს ამ დროს ლოცვით. ნათელო, მე ვარ ნათელი, ამბობს უფალი, მე ვარ ნათელი, რომელიც მოვედი სოფლად ამ შემდეგ სახარებაზე არის ხოლმე ხშირად გამოსახული, მას ხვარცხელში რო უჭირავს ქრისტეს სიტყვებია. ნათელო, როგორო მხიარულო. ნათელო მხიარულო. ქრისტე არის სიხარულის წყარო. აი ეს არის პასუხი ამ ყველაფერზე. და ქრისტე არის სიხარულიც და გარდა ამისა სახარებაში ამბობს, მე ისწავლეთ ჩემგან მშვიდ ვარ და მდაბალგულით. სიმშვიდეს ქრისტეა. ანუ სიხარული და სიმშვიდე ქრისტიანული გაგებით არის არა ფსიქოსომატური მდგომარეობა, არამედ როგორც პავლე მოციქული ამბობს განსაცვიფრებელ სიტყვებს, უდიდეს საიდუმლოებას გიმხელთ პავლე მოციქული ამბობს. და მე ამბობს რა საიდუმლოებას გვიხსენს ქრისტე თქვენში, ანუ ქრისტე ჩვენში არის სიმშვიდეც და მხიარულებაც. და თუ ჩვენში ქრისტე არ არის, მაშინ ადამიანი რელიგიური სუროგატს მიმართავს და ცდილობს ფსიქოსომატურად მოიპოვოს სიხარულიც და სიმშვიდეც. ეს ცუდი კი არ არის, თუ მოიპოვებს, მაგრამ ეს არ არის მაცხოვნებელი, ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობ. ის სიმშვიდე და სიხარული ეს არის ადამიანის არსობრივი ცვლილება, როცა ღმერთი ქრისტე ჩვენში მკვიდრდება. ერთი ასეთი კითხვაა კიდევ. ხშირად ხვდებით ასეთ სიტუაციას. ადამიანის საუბრისას გულის ტკივილით ამბობს, რომ მე თქვენზე მეტი ცოდვილი ვარო. ხშირად ვამბობთ ხოლმე ამას. ერთი შეხედვით თავმდაბლობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მე მაქვს კითხვა მასთან, ვინც ამას ასე ამბობს, ეტყობა. კი, მაგრამ რა იცის მან, რომ ჩემზე ან ჩვენზე მეტი ცოდვილია. ის რა ჩვენს ცოდვებს ხედავს, საიდან ასკვნის. სწორად მიგაჩნიათ თუ არა ასეთი გამოთქმა. გმადლობთ. საქმეც იმაშია, რომ არ იცის. აი მაგალითად მე ვიტყვი, რომ აი პავლე მოციქული, ეს ჯერეთი ამას პავლე მოციქული ამბობს, რომ ესე იგი განახვეტი ვარ ამ სამყაროსი, ყველაზე ნაგავი ვარ ამბობს. და ქრისტე მოვიდა ცოდვილებისთვის, რომელთა შორის ყველაზე ცოდვილი მე ვარ. პავლე მოციქული ამბობს ამას. პავლე, დიდი პავლე. ეხლა მე ჩემ თავზე თუ ვიტყვი, მაგალითად მე ახლა შემიძლია ვთქვა გულწრფელად, რომ მე ცოდვილი ვარ შეუდარებლად უფრო ვიდრე მეუფე, ან რომელიმე თქვენგანი. ეხლა თქვენ იტყვით, რომ რა იცი, მამაო, მე როგორ ცოდვილი ვარ. საქმეც მაგაშია, რომ არ ვიცი და ვერც განგიკითხავ, მაგრამ ჩემი ნაგავი ხო ძალიან კარგად ვიცი. აღჩობს კიდევაც. ამიტომ მე ვიცი, მე ჩემი ნაგავი რაც არის და ჩემი ნაგავი იმდენად მძიმეა, რომ ქრისტეს მე შემიძლია გულწრფელად უთხრა, რომ მე შენ მოკკალი უფალო.
ხო და ეხლა მე ასეთი ქრისტეს მკვლელ ადამიანს მაქვს უფლება რომ შენ ცოდვებში ვიჩხრიკო. ამიტომ მე ვამბობ რომ მე ყველაზე ცოდვილი ვარ და ეს გულწრფელი დათქვამია. შენში რა ხდება მე არ ვიცი, მაგრამ ჩემი ხო ვიცი და ეს ცოდნა კიდევ ვიცი რაც მე ვიცი ჩემ თავზე საკმარისია ქრისტე მომეკლა. ჩემთვის მარტო ჩემთვის მომკვდარი, მარტო ჩემი ცოდები რო ეტყვითა მოკვდებოდა, მარტო ჩემი. და ეს არის სინამდვილე, მე ესე ვხედავ. იმიტომ რომ მე თუ ესე ვერ ვხედავ, რაში ცით რა გამოვა? მე თუ ჩემსას ვერ ვხედავ და ჩემი არ მტკივა, მე თუ ქრისტეს ვერ ვეტყვი რომ მე შენ მოჰკალი უფალო, მე ჩემი ბუნება გამონთავისუფლდება და შენით დაინტერესდება და დაგაკვირდები. ბიჭო, ამას უყურეს როგორ იქცევა. ერთი ამას შეხედე. და რა იწყება ამ დროს? განჯა და განკითხვა, ხო ესეა? ჭორაობა. აი ეს არის. ამიტომ დიახაც ეს სწორია. თუ ადამიანი ამას მართლა ამბობს გაცნობიერებულად და გულით. კითხვა მაქვს განსაცდელთან დაკავშირებით. განსაცდელი ადამიანს აახლოებს ღმერთთან უფრო სხვანაირად, უფრო მხურვალედ. ხო, უფრო სხვანაირად, უფრო მხურვალედ იწყებს ლოცვას. წმინდა მამები ამბობენ, ქრისტიანს თავისი განსაცდელი უნდა უყვარდესო. მას რატომაა მამაო ჩვენოში, რომ ვამბობთ და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა. მე მგონი შინაარსი კარგად ჩანს, რომ განსაცდელი ადამიანს აახლოებს ღმერთთან, უფრო სხვანაირად, უფრო მხურვალედ იწყებს ზოგჯერ ლოცვას, ამას ამბობს ავტორი. წმინდა მამები ამბობენ, ქრისტიანს თავისი განსაცდელი უნდა უყვარდესო. მას რატომაა მამაო ჩვენოში, რომ ვამბობთ და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა. ესე იგი, აი აქ კიდევ ერთხელ ჩანს, ეს საკმაოდ რთული კარგი კითხვაა და მართლაც რთულად გასაგებია. საქმე იმაშია, რომ წმინდა მამათა განმარტებები წმინდა წერილის არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ამ ადგილის განმარტებისათვის ჩვენ შეგვიძლია დავესესხოთ, უშუალოდ ასე ამ ადგილს არ განმარტავს ესე პირადად, მაგრამ ამ საკითხებზე საუბრობს დიდებულად და გენიალურად, ასევე დიდებული და გენიალური წმინდა ისაა კასური. ორი ტიპის განსაცდელზე საუბრობს. ერთი არის განსაცდელი, რომელიც ყოფით ცხოვრებაში ადამიანის გარშემო ხდება, ეს ეხება ჩვენს ხორცს, ჩვენს ამ ქვეყნიურ ცხოვრებას, ჩვენს ჯანმრთელობას, წნეხს ამ სამყაროდან, სამართლობის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ამ ქვეყნიური განსაცდელი, რომელიც დიახაც ამ ქვეყნიური ხორცელი ნებისმიერი პრობლემა და ტკივილი დიახაც ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ აი იობის მაგალითი ზუსტად ეს არის, გვეხმარება იმისათვის, რომ უფრო მეტად კონცენტრირდეთ ღმერთზე, უფრო მეტად დავინახოთ ამ ქვეყნიური ამაოება, უსამართლობა, ხო, აი რაღაცა ბოროტებასთან წილნაყარია სოფელი, იმიტომ რომ თავადი ამ სოფლის არის სატანა, წარმავალობა ყველაფერისა ამისა, რაც ამ სოფელშია, ეს მეხმარება მე ყველაფერი. და ეს განსაცდელი პირიქით არის დამხმარე და იგივე პეტრე მოციქულიც საუბრობს ამაზე, პავლე მოციქულიც საუბრობს ამაზე, რომ ესეთი განსაცდელი მოთმინებას ასწავლის ადამიანს და მოთმინების შედეგად ჩემში იმედი ცოცხლდება ღვთისადმი, ანუ მინდობა ღმერთისადმი, რომელიც მე სიყვარულამდე ამოყვას. მაგრამ აი ეს განსაცდელი, რომელზეც მამაო ჩვენოში ვევედრებით, რომ იქ ნუ შევგვიყვან, ეს ხორცელი განსაცდელი კი არ არის. ეს არის ეშმაკის უშუალო ბრძოლა, რომ მაცდუნოს და ცოდვას ჩამადენინოს. აი მაგალითად, ესე იგი, ხვალე მივდივარ მეგობრებთან სადღაც და იქ დამხვდება ერთი ადამიანი, რომელიც შემომთავაზებს ნარკოტიკს. და მე მთელი 20 წელი თქვათ, ვიყავი ამ ცოდვით დაკავებული და რაღაც 1 წელია თუ რაღაც წელიწად ნახევარია რეაბილიტაცია გავიარე, ეკლესიაში მოვედი, სარწმუნოებრივი ცხოვრება დავიწყე, აღარ ვაკეთებ ამას, მაგრამ აი ზღვარზე ვარ. და იქ რო წავიდე იმ მეგობრულთა უყრელობაში, ვიცი რომ ამას შემომთავაზებენ და შეიძლება ვერ გაუძლო. აი ამაზე ვევედრები უფრო. ნუ შემიყვანებ მე იმას ისეთ განსაცდელში, სადაც შეიძლება მე შენ გიღალატო. გესმით? აი ამაზეა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავყოთ. სულიერი განსაცდელი, სადაც ეშმაკი არჩევანის წინაშე მაყენებს და ჩემი ცდუნების შესაძლებლობა ეძლევა ეშმაკს, იქ არ შემიყვანო ხოლმე მე სუსტი ვარ. ხოლო ხორციელ განსაცდელს უნდა ხილსეულად შევერკინო და არ გვეშინო.
გამარჯობათ. ახსენეთ დინამიკა, მისწრაფება. შეიძლება მისწრაფებად ჩავთვალოთ ჩვენი ოცნებები და ფიქრობთ თუ არა რომ ოცნებები ღმერთისგან არის ბოძებული. ხა მე არ ვიცი თქვენ ოცნებაში რას გულისხმობთ. თუ თქვენ ოცნებაში გულისხმობთ მატერიალურ სამყაროში თქვენს ამ ქვეყნიურ წარმატებებს, მე გირჩევთ რომ არ იოცნებოთ, არამედ გეგმებით ასახეთ, მიზანშეწონილად და გონივრულად, თქვენი რეალობის შესაბამისი მიზანშეწონილობით და გონივრულად დასახეთ გეგმები, როგორც უფალი გვასწავლის, მაგალითად, თუ არ შეგიძლია კოშკის აშენება, ნუ დაიწყებ. თუმცა ვეღარ დაასრულებ და დასაცინი გახდები. დაგეგმე და კიდევ მიზანშეწონილობით გადაწყვიტე ყოველდღიური ნაბიჯი და შენი პერსპექტივები გათვალე და ასე შემდეგ. ოცნება რა შეგჭირდება? ოცნება დამღუპელია ასე დროს. ადამიანი მეოცნებე, შეიძლება ეს ოცნება თვით რელიგიური ცნობებიდანაც კი იკვებებოდეს. იფიქრებს, რომ აი მე კეთილი ადამიანი ვარ და ღმერთი დამეხმარება და ამ კოშკსაც ავაშენებ. ადამიანი რაღაცა იწყებს და მე უბედურებაში ვარდება. გესმით? ამიტომ ვიყოთ რეალისტები და ოცნება ქრისტიანს საერთოდ არ ჭირდება. ამიტომ გააჩნია რას გულისხმობთ ოცნებაში, ხოლო თუ იგულისხმება აქ კიდე რა არის? ოცნება ღმერთისგან, ხო და მოკლედ და პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებაში იქაც ოცნება რაში მჭირდება. როცა ყველაფერი ანუ გესმით, თუ ეს ოცნება არის თქვენი ამ ქვეყნიური რაღაც გეგმები, მიზნები, რომელიც რეალობასთან კავშირში არ არის, ძალიან საშიშია. ან თქვა ვიღაცა შეუყვარდა ახალგაზრდა ადამიანს და ოცნებობს, რომ ის მისი მეუღლე გახდება. ამ დროს და მე ის ამ დროს ზედაც არ უყურებს. და იცით რამდენი მაგალითი მაქვს, ეხლა მე უფესაც ეცოდინება ესა, ხო? ქრისტეს მღვდელმა ყველა მიცის ეს, ვისაც მოზღრობის პრაქტიკა აქვს, რომ მე ადამიანს ეწყება მოჩვენებები, რომ აი იცი შემომხედა. მე მგონი მე მასაც მოვწონ ვარ. გესმის და იწყება მთელი ეს არის საშიში მდგომარეობა. და რაც შეეხება სულიერ სფეროში, იმიტომ რომ არარეალიზმია ეს, რეალისტური არ არის და სულიერ სფეროსაც შეეხება რა ვიცი, აბა შემოგევლეთ, რა ოცნება გჭირდება, რაც წერია და ის შემასრულებინა, რა ოცნება მჭირდება. ყოველდღიურობად იმდენი საქმეა გაკეთებული. ეს წმინდა წელს ვერასოდეს ვერ ამოწრავ, გაგების დონეზეც კი, აღავლაპარაკობ ახსნილებას. პირველი წელია რაც აქ ვარ. თავს ყოველნაირად კარგად ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ. უბრალოდ ამ ბოლო დროს შიშები მოდის მარტოობის. რამდენი ადამიანიც არ უნდა იყოს ჩემს ირგვლივ ეს მაშინებს. მიუხედავად იმისა, რომ ინტროვერტი ვარ, ვიცი რომ არც პირველი და არც უკანასკნელი ვარ. ვისაც ეს აშინებს. დიდი მესიჯი რომ არ გამომივიდეს, ამას როგორ შეიძლება ვებრძოლო? იცით, მადლობა. ფსიქოლოგიური პრობლემაა, რა თქმა უნდა, ეს როცა ადამიანს მარტოობა აშინებს, მაგრამ ფსიქოლოგიური პრობლემები ათასნაირი არსებობს. ესეც ერთ-ერთი მათგანია. და ქრისტიანი ყველა ამ პრობლემას ებრძვის იმით, რომ მარტო არ იყოს, მათ შორის, მოდი კონკრეტულად ამაზე ვთქვა. ქრისტიანებმა თავი მარტო რატო უნდა იგრძნოს, როდესაც პოტენციაში ის მოწოდებულია იმისათვის, რომ მუდამ ღმერთთან იყოს. აი, მოდი ასე ვთქვა, ვინ არის რეალიზებული ქრისტიანი? რეალიზებული ქრისტიანი არის ის მორწმუნე, რომელიც მუდამ განიცდის ღმერთის მყოფობას საკუთარ თავში და თუ ამ განცდის დეფიციტი აქვს, ის მუდამ აქტიურ ქმედებაშია შინაგანი ცხოვრებით, რომ ესე იგი ეს დეფიციტი შეივსოს. ამიტომ ქრისტიანს არ ცალია მარტოობისთვის, მოწყენილობისთვის, უსაქმურობისთვის და დეპრესიისთვის. ეს ქრისტიანი იმდენად აქტიურია შინაგანი ცხოვრებით. ამიტომ თუ თქვენ გაწუხებთ მარტოობა ან შიში გაქვთ, ესე იგი თქვენ რა თქმა უნდა, ხა აშოთ დროს ადამიანს ფსიქოლოგთანაც შეუძლია მივიდეს და ფსიქოლოგის რჩევების გაითვალისწინოს, მაგრამ მე ღმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ ადამიანს ფსიქიკა არ აქვს დაზიანებული და მეტნაკლებად ჯანმრთელია ფსიქოლოგიურად და ძლიერი, საშუალო დონე მაინც აქვს, ხო, თავის ფსიქოლოგიური კონსტიტუცია საშუალო მაინც აქვს და ძალიან ლაბილური ფსიქიკა თუ არ აქვს, ადამიანს არ ჭირდება ამ შემთხვევაში ფსიქოლოგი, შედიურად გაართმევს თავს, ოღონ თუ ნამდვილად მორწმუნე გახდა ის. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, რწმენა ეს არის არა რაღაც რელიგიური აბსტრაქცია, არამედ ცოცხალ ნამდვილ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა. და
და ღმერთთან რო პიროვნული ურთიერთობის კენ ისწრაფვი სწორი გზებით, იმ გზებით, რომელიც ღმერთმა დაგისახა. იმიტომ რომ ქრისტე მარტო ის კი არ თქვა რომ მე ვარ. ქრისტემ ის თქვა როგორ ეძებო იგი. რა უნდა გააკეთო ამისათვის? როგორ უნდა გაყვე მას? ხო და თუ ამ გზაზე ადამიანი შედგება ის მას მარტო ყოფნა არ აშინებს და მარტო არც არის გასმორთმოს. მარხვის დროს თუ შეიძლება მივიღოთ ხორცის და რძის შემცვლელი პროდუქტები, ეს ერთი და მეორე, თუ მამამ ძალიან აწყენინა თავის შვილს, მაინც ვართ ვალდებულნი კარგი ურთიერთობა გქონდეს მასთან. მარხვის დროს, მარხვის შემსუბუქება უძღვართან შეთანხმებით მოხდეს და თუ ეს სამედიცინო თვალსაზრისით არის ამის რაღაც პირობა შექმნილია, ან რაღაც ობიექტური სინამდვილე, თქვა გზავრობაში ადამიანია, ან რაღაცა პრობლემა აქვს სამედიცინო და ასე შემდეგ. მოძღვარი ამაში დაგეხმარება და მეორე რა იყო? მამა. იცით როგორ არის? საინტერესოა წმინდა წერილი რა, ნიუანსებში. აი 10 მცნებაში არის ესე იგი სასიკვდილო ის მცნებები, რომელიც დარღვევაც ადამიანს სასიკვდილო ცოდვაში აგდებს. და ერთ-ერთი არის მშობლებისადმი დამოკიდებული. წესით როგორი უნდა ყოფილიყო იქ? რა მცნება უნდა ყოფილიყო წესით? ადამიანს რო დაეწერა, ხო? და გიყვარდეთ დედა და მამა, რომ კეთილი გეყოს და დღეგრძელი იყოს შენ. ესე არ უნდა ყოფილიყო? ადამიანს რო დაეწერა, ეგრე იტყოდა, გიყვარდეს დედა და მამა. არ წერია ეს. არამედ წერია პატივი ეცი დედასა და მამასა შენს. ეს ცით რას ნიშნავს? ერთი ადამიანი სუსტია სიყვარულში და რა ვიცი, ვიყვარს კი საერთოდ ვინმე, ხო? მაგრამ თუ ადამიანს მაინც აქვს სათქმელი, რომ იცი ჩემი მშობელი ისე მექცევა და ისე მექცეოდა, რომ მე მისადმი სიყვარული არ მაქვს, არც კი გთხოვს წმინდა წერილი ამას, მაგრამ გავალდებულებს, რომ პატივი მიაგო. გესმით, პატივი მიაგო მას როგორც მშობელს, იმიტომ რომ არა მამა და რომ არა დედა, შენ არ იქნებოდი ამ ქვეყანაზე. შენ არსებობ იმიტომ რომ მათ ქმშვეს და ესე ინება ყოვლის პრობლემა ღმერთმა. ამიტომ რადგან მათ მიერ შენ არსებობ დღეს და მათ შორის პრეტენზია გვაქვს, რომ ჩვენ სიკეთის ქმნად შეგვიძლია და მარადიული სიცოცხლეშიც გვინდა შევიდეთ და გვინდა რომ ასე სასწაულის დავიმკვიდროთ, მაგრამ ეს არ მოხდებოდა თუ ისინი არ გშობდნენ. ამიტომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება მათი პატივისცემითი ესე იგი მოპყრობისა. ეს არის. ამიტომ და რაც შეეხება ურთიერთობას კარგი უნდა გქონდეს, თუ ამის საშუალებას იძლევა მშობელი. და თუ შენ არ აყვები დესტრუქციულ ქმედებაში და თუ შენ არ აყვები, მაგრამ ისა მაინც არ იძლევა ამის საშუალებას. ურთიერთობა ვერ გექნება, მაგრამ პატივი მაინც უნდა სცე. აი ესეა. მადლობთ. ვერ გადაიხედება რა წმინდა წერილის სიტყვების რევიზია ვერ ჩატარდება, რომ ვერ ჩაანაცვლებ აი ამას, რომ პატივის სცე, იმით რომ მოდი პატივს აღარ ვცემ, იმიტომ რომ ცუდად მიქცევა. არ გამოვა ეს. ეს კითხვა პირადად გეხებათ. თუ გახსოვთ შემთხვევა, როცა გეგონათ რწმენა დაგაკლდათ და თუ კი როგორ გაუმკლავდით? აი ახლა მაგალითად მაქვს შეგრძნება რომ რწმენა მაკლია. რწმენა არასოდეს არ არის სავსე და იგი ყოველთვის დეფიციტურ მდგომარეობაში იმყოფება. ეხლა მე ცოტა გაუბივარ პირადად პასუხისგაცემას შეიძლება ამ კითხვებით, მაგრამ ჩემი ისტორია ნაკლებად საინტერესოა, იმიტომ რომ მე არა ვარ ის ადამიანი, რომლის მიხედვითაც უნდა იცხოვროთ თქვენ. ამისათვის წმინდა მამები არსებობენ. მაგრამ აი ლოგიკურად, აი მაგალითად ეხლა აი აქ არის სინათლე, ხო? ხო არ ბნელა. ეხლა აქ უფრო მეტი სინათლეა თუ გარეთ. ისე მოსაღამობდა, მაგრამ მე მგონი გარეთ უფრო მეტი სინათლე იქნება. იქაც სინათლეა და აქაც. მაგრამ გარეთაც ისეთი სინათლე არ არის დღის განმავლობაში რო იყო შუა დღისას. ნახეთ? სინათლე, სულ სინათლეა, მაგრამ ყველა სინათლე სიბნელი აქვს შერეული. აქ უფრო მეტად სიბნელი აქვს შერეული, იქ ნაკლებად, დილას კიდე ნაკლებად. ანუ ესე არ წმენა შეზავებულია ურწმუნოებასთან. და სულ არის ეს ბრძოლა წმენასა და ურწმუნოებას შორის. ადამიანს სჭირდება არა ყოველდღიური, აღარ ვლაპარაკობ ყოველთვიური. არა ყოველდღიური, არამედ ყოველწამიერი ბრძოლა იმისათვის, რომ წმენა როგორც ცოცხალი ორგანიზმი, ცოცხალი მარცვალი ჩვენში ღმერთისაგან დაუმსახურებად მოცემული, მუდამ გაღვივებული და აღმოცენების პროცესში იყოს. ამიტომ თუ რწმენას არ გაუფრთხილდებით,
ის შეიძლება დაკნინდეს და დაკარგოთ. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ წმენა იყოს ჩვენში მუდამ ცოცხალი და მზარდი. სახარებაში ყველაფერი პასუხი აქ არის. მე იმას ვწამვარ, ვინც ჩემ ცნებებს აღასრულებს. ყოველ წამს უერთგულე ქრისტეს და შენში რწმენა დაიწყებს აღორძინებას. და ხდება მადლმოსილი ადამიანი, იმიტომ რომ ჩემს მორწმუნეს, ჩემს გულში მადლის წყარო ექნება. საიდანაც დინარები მარადიული სიცოცხლისაკენ მიედინებიან. ასე რომ ეს არის ერთ-ერთი კიდე мотиваცია, რომ რწმენის დეფიციტის განცდა არის უმძლავრესი мотиваცია, რომ სულიერ ცხოვრება მუდამ აქტიურ რეჟიმში მქონდეს. მადლობთ. მამა თეოდორე, ქრისტეს ცხოვრებაზე ერთ-ერთ სერიალს ვუყურებ, სადაც კარგად ჩანს, რომ იესო ქრისტე მიდის იმ ქალაქებისკენ, იმ ხალხისკენ, სადაც მოწაფეები გრძნობენ, რომ საშიშროება ელოდებათ. მაგრამ ქრისტე მაინც აგრძელებს თავის გზას. კითხვა მდგომარეობს შემდეგში: ჩვენც ადამიანები უნდა ვისწრაფოდეთ, თუნდაც იმ ოცნების თუ მიზნებისკენ, რომელიც გვწამს, რომ ვიცით, რომ სწორია და სიხარულიც დიდი იქნება. სწორად დავსვი აქცენტები? თუ სწორად დავსვი აქცენტები თქვა. ხო, რა ვიცი, აი ადამიანი კიდევ მეორე, ადამიანი თუ არის სწრაფის, აბა ის რა ადამიანია, ადამიანი უნდა ისწრაფდეს. ოღონ საქმე იმაშია, რომ ადამიანმა შეიძლება ცრუ იდეალებისკენ ისწრაფოს და მთელი ცხოვრება დახარჯოს ტყუილ უბრალოდ სხვა რამეში. და ადამიანმა შეიძლება ისწრაფოს ამ ქვეყნიურ სიკეთეებში, ღირებულებებში და მიზნებისკენ. ჩვენ უნდა გვიცოდეთ, რომელი მიზანი შეიძლება იყოს მარადიული ღირებულების და რომელი დროებითი. ეს არის. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მაგალითად ნაქირევების სახლში როცა ვცხოვრობ, ნაქირევების სახლში პოლიცია უნდა მივიტანო და გაზის და დენის გადასახადის გადავიხადო და სახლიც უნდა დავალაგო. მაგრამ მას ისე ვერ მოვა, ის არ უნდა მოვაწყო, რომ ესე იგი თითქოს ჩემი სამუდამო სამყოფელია. ერთ წელიწადში გადავიდე ნამდვილ სახლში. და პავლე მოციქულს აქვს ესეთი ტერმინი ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, როცა ძველ მართლებს, ძველი აღთქმის მართლებზე საუბრობს, ესეთ რამეს ამბობს: ისინი უკეთესი მარადიული სამშობლოსაკენ ისწრაფოდნენ. მარადიულ სამშობლოს ეძებდნენ. გესმის? და აი ეს პრინციპი, რომ ჩემი ცხოვრების მიზანი და საზრისი გავარჩიო რა უნდა იყოს და მეორე ხარისხოვანში ბოლომდე არ დავიხარჯო. მთელი რესურსი იქ არ ჩავდო. ეს თუ მექნება განსაზღვრული, ხო? მაშინ უკვე შეიძლება რომ ამ ქვეყნიური წარმატებებიც მოგილოცოთ. თუ შენ თვითონვე იცი, რომ ამას დროებითი ღირებულება აქვს. აი, რა ვიცი, თუ პასუხი გავეცი, არ ვიცი, ამდენად გავეცი. შემდეგი კითხვა ასეთია: მამაო, სიბრაზის დამარცხების ქრისტიანული ეფექტური ბრჭყალებში საშუალება გითხარი? სიბრაზე არის ცოდვა, როცა ის მიმართულია ადამიანისკენ, როცა ის საკუთარი ცოდვილობისკენ და საკუთარი მანკიერების, აი მაგალითად ნარკომანი უჯავდება თავის თავს. შესულელო კიდე გინდა რომ წამალი გაიკეთო, აი ესე იგი საშინელს უბრალდება საკუთარ თავს. გინდა რომ თავი მოიკლა, ვინ ახარ შენ? ასე რამ გამოგაჩურჩუტა, რომ თავს იკლავ, ან მაგალითად მოთამაშე, რომელიც კაზინოში მთელ თავის შემოსავალს დებს. რომ შემოუძახოს საკუთარ შესულელო უნდა უთხრა საკუთარ თავს. ვიღაც ეშმაკის მსახურებს ამდიდრებ, გაგიჟდით, ღუპავთ ცოლშვილს იმას, რასაკეთებ? ეჩხუბოს საკუთარ თავს. ეს კარგი სიბრაზეა. მაგრამ როცა ადამიანი სხვა ადამიანს უბრაზდება, ეს ცუდი სიბრაზეა. ხო და როგორ და ბრისხანება, ზოგადად ბრისხანებუნება ცუდი რამეა. როგორ ებრძოლოს? თუ ადამიანი მხოლოდ ფსიქოსომატური საშუალებით ებრძვის და აბა მშვიდად იყავი და აბა რაღაცა და აბა ფსიქოლოგთან მიდის და რაღაცა, შეიძლება რაღაც შეღავათი ქონდეს, მაგრამ ვერ განიკურნება ამისგან. ადამიანი რომ საბოლოო ჯამში განიკურნოს მრისხანებისგან, მაშინ უნდა იყოს სიმშვიდე და წევენას გითხარით. სიმშვიდე არა ფსიქოსომატური, არამედ ნამდვილი და ნამდვილი სიმშვიდე თავად ღმერთია. მე ვარ მშვიდი და ჩემგან ისწავლე. თუ შენში ღმერთი დამკვიდრდება, განკაცებული ღმერთი, რომელსაც შენ გულში შემოსვლა უნდა, ყოველი ადამიანის გულთან ვდგავარ და ვაკაკუნებ, ეგება ვიღაცა მისმინოს. შენ თუ ქრისტეს როგორც ღმერთს გულს გაუხსნი და შენში ქრისტე დამკვიდრდება, შენ იქნები მშვიდი და აღარ იქნები მრისხანე. ეს როგორ ხდება? ხო, ადამიანის გულში ღმერთი მადლის მიერ რომ მკვიდრდება, თუ სწორად სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ხანდახან ესეთ რამეს აღმოჩენებს გააკეთებს. მაგალითად, რაღაც ცხოვრებისეულ სიტუაციაში, რაღაც ერთი 3-4 წლის წინ
ამ სიტუაციაში ამის გამო იმ ვიღაცას თავზე დაამხობდა ყველაფერს, უსებ აღმოაჩინა, რომ არც კი გაბრაზდა. ფიქრობ, არა, ანუ გაბრაზდა და თავი შეიკავა კი არა, არც კი გაბრაზდა. და ხვდება, რომ იმიტომ რომ აქ ღმერთია, დიდება შენ და უფრო. გესმით? აი ეს. რა გამოსავალი შეიძლება იპოვნო, როდესაც ხედავ, რომ გადის წლები და სულიერად ვერ იზრდები. სიმონ ახალი ღვთისმეტყველი ესე დროს ამბობს, რომ ადამიანმა ამ დროს უნდა გადახედოს თავის სარწმუნოებას, კიდევ ძირფესვიანად შეხედოს, აი საფუძვლებში ჩავიდოს და დასვას კითხვები, რა წამს მას, რა წამს და რაში ვლინდება მისი რწმენა, რამდენად სწორია, რამდენად ეკლესიოლოგიურია, რამდენად წმინდა მამებისეულია, რამდენად სახარებისეულია მისი რწმენა და ამ რწმენის შესაბამისი ცხოვრება აქვს. ჯერ რწმენა რამდენად შეესაბამება სახარებას, ეკლესიის სწავლებას და წმინდა მამათა თხუზულებებს და თუ შეესაბამება, რამდენად შეესაბამება მისი ცხოვრების წესი ამ რწმენას. იმიტომ რომ თუ რწმენა არ არის ისეთი, როგორიც გამოცხადებით მოცემულია, ან რწმენა და ან როგორც და წმინდა მამებით მოცემულია. ან ამ რწმენით თუ რწმენა არ არის ესეთი, ხო აზრი არაფერი არ გამოვა. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ნახეთ, ადამიანი, რომელიც წმინდა წერილს არ კითხულობს და წმინდა მამებს არ კითხულობს, მას უჩნდება რელიგიური დეფიციტი. რითი უნდა შეავსოს? იმით, რითაც თვითონ როგორც თვითონ ესმის. ანუ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც წმინდა წერილს და წმინდა მამებს არ კითხულობს, როგორც წესი ის იგონებს საკუთარ ქრისტიანობას, რომელიც აუცილებლად შევა კრიზისში. აუცილებლად და შედის ადამიანი 5-10-15 წელი დადის ეკლესიაში და მერე ბეზდება და მერე აღარ აქვს ის მხურვალება არ აქვს სარწმუნოებრივი. გესმით? ან საერთოდ თulis რომ რელიგიურია 1000 ერთხელ ეზიარება, მაგრამ აი ასე ცოცხალ ყდარი ვერა და ეს ნიშნავს, რომ ადამიანს გამოგონებული აქვს თავის ქრისტიანობა. მაგრამ თუ კითხულობს, მე რომ მიაქციოს ყურადღებას, რაც წამს და რასაც კითხულობს, იმის შესაბამისად თუ დგავს ნაბიჯებს და თუ ცხოვრობს. იმიტომ რომ თუ შესაბამისად თუ არ ცხოვრობს, იმიტომ რომ თუ როგორც ლოცულობთ, ისე ცხოვრებას უნდა ვცდილობდეთ. მაშინ გამოდის, რომ წმენა რაც იყო ჩემში, ის მაინც დაიკარგება, იმიტომ რომ ცხოვრების წესი არ აქვს. ესე იგი, თუ ადამიანს აქვს ეს გულგრილობა და ეს დეფიციტობა და ეს რაღაცა ხარვეზი, რაღაც უფრო გული უგრილდება და ვერ ერევა ამას, უნდა ჩაატაროს რევიზია თავის სარწმუნოების, თავის საკუთარი თავის კატეხიზაცია მოახდინოს კიდევ ერთხელ, ასე შეიძლება თქვას. რა წამს, როგორ წამს და ამ რწმენის შესაბამისად თუ მოქმედებს. და თუ ეს ყველაფერი არ ხდება, მაშინ უნდა დაიწყოს სარწმუნოების საკითხში გამოსწორება და ქმედებაზე გადავიდეს და აი მე აუცილებლად გაუწოს ხდება რწმენა. ესე ამბობს სიმონ ახალი ღვთისმეტყველი. და კიდევ ესე იგი კითხვა ასეთი, შეიძლება რომ ვთქვათ, ტალანტების კლასიფიკაციაში 8 წელს აქვს მნიშვნელობა? ანუ ტალანტების კლასიფიკაციაში 2 ტალანტი, 5 ტალანტი. აქვს ესე 8 წელს აქვს მნიშვნელობა? ანუ მე თუ 2 ტალანტი მაქვს, რაც არ უნდა 8 წელში ვიყო 5 ტალანტიანი, ყოველთვის ჩემზე ახლოს იქნება ღმერთთან. არ იქნება ახლოს ღმერთთან, ცაზე უამრავი ვარსკვლავია, ზოგი მაგრანათებს, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ყველა ერთ ცაზეა. პირველი ჟამის მუშაკი და მე-11 ჟამის მუშაკი ერთნაირად დასაჩუქრდა. გესმით? ამიტომ 2 ტალანტიანის, 1 ტალანტიანის და 5 ტალანტიანის იქნება ზეციურ მამასთან. და ზეციურ მამასთანაც გარდაცვალების მერე ზრდა გაგრძელდება, სანამ როგორც პავლე მოციქული ამბობს, სანამ არ მივახცევთ ქრისტეს საზომს. ეს ქრისტეს საზომი რა არის ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ქრისტეს საზომის მიღწევამდე ადამიანი სულ იზრდება და შეიძლება ეს პროცესი უსასრულოდ გაგრძელდეს. და რაც შეეხება 2 ტალანტის პატრონს და 5 ტალანტის პატრონს ერთ და იგივე 8 წელი მოეთხოვება. ოღონ ძალისაებ. მაგალითად 2 ტალანტის პატრონი სრულად უნდა დაიხარჯოს და მას უკვე ექნება 4. ანუ რაც აქ კიდე დაამატოს და 5 ტალანტის პატრონიც ასევე სრულად უნდა დაიხარჯოს, ოღონ მას უკვე 10 ექნება. მაგრამ გასცემს ორივე გასცემს ერთნაირად. გესმით, ორივე გასცემს ერთნაირად.
მაგრამ ის რომ იმას საწყისი პოზიცია ორი ქონა და ამის 5 ის 2 არ დაკნინდება. იმიტომ რომ მე-11 ჟამის მუშაკს ის მე-11 ჟამის მუშაკი მთელი ძალით მუშაობდა ოღონ მე-11 ჟამიდან და პირველი ჟამის მუშაკი ასევე მთელი ძალით ოღონ პირველი ჟამიდან. ორივემ თანაბრად მიიღო. ასე რომ ნახეთ როგორ არის ღმერთი არ არის უსამართლო. უსამართლო არ არის ღმერთი. ღმერთთან ვერავინ ვერ იტყვის, რომ იცი შენ უსამართლოდ მომექცე. ესეთი რამე გამორიცხულია ხო ხდები? მე ვფიქრობ, რომ კითხვები ამოიწურა. დიდი მადლობა გადაუხადოთ ჩვენს ძვირფას მამაოს. განსაკუთრებით გამოვყოფთი მოტივაციის კონტექსტში ცეცხლის აბრიალების საკითხს გულში. მადლობთ მამაო.